IT-ის რომ არაფერი თქვა IT-ზე და. რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს ინტერესი ასე ვთქვათ ჩაქრება და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გამოვიწვევთ. ყურადღებით მოგისმენთ და აღარ წავიღებთ თქვენს ძვირფას დროს. დიდი მადლობა იაზონ, მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა იაზონს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, მადლობა თქვენ ინტერესისთვის და ჩვენ ესე იგი ერთი მნიშვნელოვანი თემით გავაგრძელებთ წინა მაშასა და მეცადინეობაზე ჩვენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გავამახვილეთ ყურადღება და აღნიშნულის ალბათ ლოგიკური გაგრძელება იქნება ის რაზეც დღეს ვისაუბრებთ, დიდი მონაცემების თემატიკა გვაქვს, დიდ მონაცემებზე გვიწევს საუბარი, ასეთი პირდაპირი კავშირის დაჭერა ალბათ არც ისე მარტივია, ბუნებრივია, იმიტომ რომ დიდი მონაცემები ჩვენ თავისუფლად შეიძლება ვამუშაოთ და დავამუშაოთ ნებისმიერ ლოკალურ გარემოში ღრუბლოვანი სერვისების გამოყენების გარეშეც, მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიც არის, ასე ვთქვათ, სფერო გამოყენებისა დიდი მონაცემების, უკაცრავად ერთი წამით ბოდის მოგიხდით. დიდი მონაცემების თემა ღრუბლოვან ტექნოლოგიებს უკავშირდება იმდენად, რამდენადაც დღეს ეს არის, ასე ვთქვათ, მასობრივი ტენდენცია, მასობრივი ტრენდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ რადგან ყველაფერი ონლაინ გვაქვს, შესაბამისად ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენება ისეთი ძალიან ოპტიმალური ჩანს, მათ შორის დიდი მონაცემების დასამუშავებლად. მაგრამ სანამ ამ ბმაზე გადავიდოდეთ და პრაქტიკული მაგალითების ილუსტრაციას მოვახდენთ, რა თქმა უნდა, უპრიანი იქნება ზოგადად დიდ მონაცემებზე შევჩერდეთ. ისეთი ტერმინი ჩანს, ცოტა მოუხერხებელი ტერმინი, დიდი მონაცემი, პატარა მონაცემი, იქნებ საშუალო მონაცემი არსებობს, იქნებ უზარმაზარი მონაცემი არსებობს. აი, როგორღაც big data ტერმინს, ძალიან პოპულარულ ტერმინს გადმოვთარგმნით ინგლისურიდან და ხშირი ერთ-ერთი ჩემი აზრით მაინც შემთხვევაა ისეთი, როდესაც ქართული თარგმანი მაინც და მაინც ინგლისური თარგმანი ძალიან გასაგებია და ქართული თარგმანი მაინც და მაინც წარმატებული ვერ არის, მაგრამ უკეთესის არქონის გამო, ასე ვთქვათ, შეიძლება აქ ფილოლოგებს ვთხოვოთ მაგალითად დახმარება. ყოველ შემთხვევაში ტერმინი არსებობს და ჩვენ ახლა გვინდა გავერკვეთ იმაში, თუ რა არის აი ეს დიდი მონაცემები, რა კონცეფციაა და ზოგადად რას ნიშნავს. აი პირველი კითხვა რო დავსვათ, დიდი მონაცემები რაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, პირველი აზრი რაც შეიძლება თავში მოგვივიდეს, ეს გახლავთ ის, რომ დიდ მონაცემებს დიდი ადგილი უჭირავს. ბევრი მეგაბაიტები, ან იქნებ გიგაბაიტები ბატონო ჩემო, ან თუნდაც ტერაბაიტები, პეტაბაიტები, ეგზაბაიტები და 1000 კიდე ბაიტები და ბაიტები, რომლებიც თელ ამ იერარქიაში ხა ჩვენ თვითონ მოგეხსენებათ სახელი Google-იც მათემატიკურია და შეიძლება გარკვეულად აი დიდ მონაცემებთან დავაკავშიროთ 10-ის მე-100 ხარისხის გამომსახველი სიტყვა თუ სწორად მახსოვს. იქ სასაცილო ისეთი ღიმილის მომგვრელი ისტორია მოგეხსენებათ, ესე იგი Google ქვია და მე სავაჭრო იმის რა ქვია ბრენდინგის დროს სიმბოლოების ის აერიათ, ასე ვთქვათ და Google მივიღეთ, ხო? ნუ და ესე ვთქვათ დიდ მონაცემთან დაკავშირებული ტერმინი გახლავთ. მაგრამ უნდა გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ აი ესე პირდაპირ ბაიტებზე მიბმა და რაოდენობაზე, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მოცულობაზე მიბმა და მის მიერ დაჭერილი ადგილის მიხედვით გაწერა ინფორმაციისა, რომ ეს ეკუთვნის დიდ მონაცემებს ან არ ეკუთვნის დიდ მონაცემებს, თლად სწორი არ არის. ეხლა მე ვარ აი სერიოზული კოლექციონერი, ესე იგი ჩემს სანათესაოში თუ ქორწილი ყოფილა და კაი ამბავი ყოფილა, ყველაფრის ვიდეო ჩანაწერი მაქვს და ხანდახან იქ არის, ესე იგი ფაილები, იმიჯები, ასე ვთქვათ, ვიდეო იმიჯები, DVD იმიჯები, რომელთა მოცულობა 20 გიგაბაიტამდე ადის. 20 გიგაბაიტი არ არის ნამდვილად ურიგო მეხსიერება, მაგრამ
შეიძლება ვთქვათ დანამდვილებით ვამტკიცოთ, რომ აი ეს ვიდეო ჩანაწერი ერთი ქორწილი, ასე ვთქვათ, ერთი ქორწილის DVD ვიდეო, ან ერთი ფილმის DVD ჩანაწერი, ან თუნდაც დღეს ესე იგი მაღალი გარჩევადობის მქონე ფილმები, როგორც მოგეხსენებათ, DVD დისკებზე აღარ ინახება, მომდევნო თაობაზე 25-50 გიგაბაიტიან ეგრეთ წოდებულ Blu-ray დისკებზე ინახება. შეიძლება თუ არა ისინი დიდი მონაცემების კატეგორიაში გავიყვანოთ. რა დიდი მონაცემები იქ არის? ერთი ვიდეოა, ერთი ამბავი, ასე ვთქვათ, ერთი ივენთი, რომელიც მოხდა, ცალსახა პასუხი არის, რომ არა. ვიდეო ჩანაწერი, ფილმი, პირადი ვიდეო და ასე შემდეგ არ გადის დიდი მონაცემების კატეგორიაში. მაშინ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა არის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ჩვენ ესე იგი დიდ მონაცემებს განვსაზღვრავთ და ალბათ ის დროა რომ მე ეკრანი გავაზიარო. ახლა ეკრანს გავაზიარებ, მეგობრებო და საპრეზენტაციო სლაიდები გოდის გიხდით ინგლისურ ენაზეა, მაგრამ ვფიქრობ რომ ახალგაზრდა თაობისთვის ეს ასე ვთქვათ, არავითარ ასე არ წარმოადგენს შეფერხებას პრინციპში. ინგლისური უფრო გასაგებია ამათთვის ვიდრე რუსული და ზოგიერთ ქართულის კონტ. კი. მაქვს ხოლმე ჩემ სტუდენტებთან ამასთან დაკავშირებით დისკუსიები, როდესაც ქართულშიც ინგლისური კალკების გადმოტანა, ესე იგი მოხდება ხოლმე და ხშირად მოხდება ხოლმე, მე ერთად ვასწორებთ. მაგრამ კარგია. რა თქმა უნდა, ძალიან თუ უცხო ენაც კარგად იციან ჩვენებმა და აი აქ ესე იგი განმარტება იმისა, ჯერ ინტუიტიური განმარტება იმისა, თუ რა არის დიდი მონაცემი ბატონო ჩემო და აქ იაზონი ალბათ დავიმოწმება მე რომ ჩვენ ლექტორებს არ გვიყვარს მაინც და მაინც, როდესაც ჩვენი სტუდენტები გამოყენებული წყაროების სიაში ვიკიპედიას მიუთითებენ ხოლმე, ვეუბნებით რომ არ არის ვიკიპედია ავტორიზებული წყარო, ავტორიტეტული ბოდის გიხდით იმ თვალსაზრისით, რომ მას ქმნიან კონტენტს ამ ონლაინ ენციკლოპედიაში ქმნიან ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით, შესაბამისი მიღებული განათლებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ვთქვათ მართლაც საკამათოა ასეთი ჩემთვის პირადად ასეთი ონლაინ ენციკლოპედიების ავტორიტეტულობა დაუშვათ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე, სადაც მართლაც დიდი ობიექტურობა გჭირდება ადამიანს და იქ სუბიექტები ქმნიან კონტენტს, მე პირადად ინგლისურენოვანი ვიკიპედია ჩემთვის პირადად ძალიან სანდო წყაროა და არ დაგიმალავთ. იწერება ხო ეს რა ქვია? ჩვენ დღევანდელი სესია არ დაგიმალავთ იმასაც, რომ მიმიცია ნება ჩემი სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი ვიკიპედია მოეყვანათ, თლად დიპლომისთვის არა, სადიპლომო ნამუშევრისთვის, მაგრამ საკურსო ნამუშევრებში მქონია შემთხვევები, როდესაც სტუდენტებს ვიკიპედია მოუყვანიათ როგორც ავტორიტეტული წყარო ბატონო ჩემო და მიმიღია, ასე ვთქვათ, პრობლემა არ ყოფილა ამის გამო. აი, ბევრნაირი განმარტება არსებობს იმის შესახებ, თუ რა არის დიდი მონაცემები ზოგადად და მე ყველაზე მეტად ინგლისურენოვანი ვიკიპედია ტექნიკური მიმართულებით ძალიან ვენდობი ინგლისურენოვან ვიკიპედიას და მომეწონა განმარტება, რომელიც ესე იგი აგერ არის მოცემული ჩემს საპრეზენტაციო სლაიდზე. რომ დიდი მონაცემები პირველ რიგში ეს არის მონაცემთა სიმრავლეები, რომლებიც მეტისმეტად ფართო, მეტისმეტად დიდი ან რთულია იმისთვის, რომ დამუშავებული იქნენ ტრადიციული აპლიკაციებით, მონაცემთა დამუშავების ტრადიციული აპლიკაციებით. ანუ უბრალოდ სიტყვებით თუ ვიტყვით, დიდი მონაცემები ჩვენთვის არის ისეთი დიდი მონაცემები, რომელთაც მაგალითად აი ამ ლეპტოპში არსებული სტანდარტული აპლიკაციებით, მაგალითად Word-ით, Excel-ით, Notepad-ით, ან რომელიმე სხვა ტექსტური რედაქტორით, სიტყვაზე თუ ტექსტურ მონაცემებზე არის საუბარი, ხო? ვერ დავამუშავებთ, გაგვიჭირდება, ესე იგი გაუჭირდება, ვერ მოახერხებს აღნიშნული მონაცემების დამუშავებას. აი ესეთი მომენტი გახლავთ და კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, მაშასადამე 5 გიგაბაიტიანი DVD ვიდეო შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ უფრო არა, როგორც დიდი მონაცემი, მაშინ როდესაც თუ ჩვენ გვექნება ტექსტური ფაილი, რომლის მოცულობა იქნება 5 გიგაბაიტი, თითქმის 100%-იანი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უკვე არის მაშასადამე დიდი მონაცემი.
სანამ თეორიული საკითხების მიმოხილვაზე გადავიდოდე, მე ალბათ აღნიშნულის ილუსტრირებას შევეცდები ერთი პრაქტიკული მაგალითით. არ ვიცი, ჩვენს აუდიტორიას რამდენად უყვარს ისეთი გემრიელი თამაში, როგორიც არის ჭადრაკი. მე დიდი ფანი გახლავართ ჭადრაკის. არა მხოლოდ სავარაუდოდ კი ბატონო, ეს არა მხოლოდ ასე ვთქვათ თამაშის, არამედ ბატონო ჩემო ჭადრაკზე წერის თვალსაზრისით და ჭადრაკის საჭადრაკო ინფორმაციის როგორც დიდი მონაცემების სახით მიღება დამუშავების თვალსაზრისით. აქ ერთი ფაილი ჩამოვტვირთე მე დღეს ის საჭადრაკო კლუბი, სადაც 25 წლამდეა უკვე თამაშობ ჭადრაკს, მას კონკურენტებმა უკვე დიდი ხანია გვერდი აუარეს, უბრალოდ ერთგულებისთვის ვარ დარჩენილი. არის ასეთი პორტალი freechess.org. როგორც თქვით, კონკურენტები ჩვენი აუდიტორია თუ თამაშობს ჭადრაკს დარეგისტრირებული ახალგაზრდა თაობა მაინც ალბათ უფრო არის lichess-ზე, chess.com-ზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს პორტალი არსებობს მიუხედავად იმისა, რომ სულ ზღაფავს, კარგი რაც აქ არის აღნიშნულ პორტალზე, ეს არის დეტალური სტატისტიკა, ყოველწლიური სტატისტიკა საჭადრაკო პარტიებისა და მათი ჩამოტვირთვის შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, არის მათი ჩამოტვირთვის შესაძლებლობა წლების მიხედვით, თვეების მიხედვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ვისარგებლე შემთხვევით აღნიშნულ საჭადრაკო კლუბზე ნათამაშები ყველა საჭადრაკო პარტია ჩამოვწერე თუ არ მეშლება 2024 წლისთვის. კი ბატონო, აი ეგ არის 2024 წლისთვის საჭადრაკო პარტიების შესანახად საკუთარი ფორმატი გამოიყენება, PGN ფორმატი ეწოდება აღნიშნულს და ჩვენ აი 1 წლის განმავლობაში ნათამაშები ყველა პარტია მოცულობით 400 მეგაბაიტამდე, აქ 400 მეგაბაიტიანი ტექსტური ფაილი გახლავთ, ტექსტური ფორმატია ეს და მე ახლა მოვსინჯავ აღნიშნული ფაილის გახსნას უბრალოდ დასათვალიერებლად, რომ ნახოთ, აი რა ინფორმაცია არის თავმოყრილი აღნიშნულ ფაილში. ჩვეულებრივი ტექსტური რედაქტორი ჩვენი, ესე იგი, ასე ვთქვათ, ვეტერანი ნოუთპედი, რომელიც ყველას გვახსოვს და პარტია შეგვიძლია მივყვეთ. მაშასადამე მთელი მეტაინფორმაცია აქ არის მოცემული, თეთრებით რომელი მომხმარებელი თამაშობდა, შავებით რომელი მომხმარებელი თამაშობდა, ვის რა რეიტინგი ჰქონდა აღნიშნულ მომენტში, ბატონო ჩემო, და თვითონ პარტიის ჩანაწერი, ნოტაცია საჭადრაკო პარტიისა, რომელ წამზე რას ვაგაკეთდა. აი, პირველი პარტია აგერ მთავრდება. მეორე პარტია იწყება, აი ჩემს მიერ მონიშნულ ადგილას და მივყვებით ასე. ეს 400 მეგაბაიტიანი ფაილი, როგორც ხედავთ, მეგობრებო, ნოუთპედში გაიხსნა. საინტერესოა ამ ტექსტური ფაილის მოცულობა. ჩვეულებრივი ნოუთპედით ამის საშუალებას ჩვენ პრინციპში მოგცემს, მაგრამ მე მაინც ვარჩევდი, რომ ცოტა უფრო ისეთი ძლავრი ტექსტური რედაქტორის სახელით Notepad++ გამომეყენებინა, უფასო ტექსტური რედაქტორია. კოდირება ჩვენი აუდიტორიის იმ ნაწილს, ვინც კოდირებაზე არის ორიენტირებული, ესე იგი, software development-ზე Notepad++-ი ბევრი პროგრამული ენის კოდის შესაქმნელად გამოადგება. კარგი დაფორმატების შესაძლებლობები გააჩნია. ნახოთ, რა გვაქვს აქ და ესე იგი, ხედავთ, რომ ჩვენი ტექსტური ფაილი შედგება 3.652.325 ხაზისგან, სტრიქონისგან, ასე ვთქვათ, ხო? აი ესეთი მოცულობა გახლავთ და პრინციპში რასაც ხედავთ არის ის, რომ ერევა სტანდარტული აპლიკაცია, ჩვენი სტანდარტული ტექსტური რედაქტორი, როგორც არის მაგალითად იგივე Notepad-ი ან Notepad++-ი, ახერხებს გახსნას ჩვენ შეგვიძლია ნავიგაცია, შეგვიძლია ცვლილებების განხორციელება, რედაქტირება და სხვა და სხვა და სხვა. ჩავატაროთ ახლა ერთი პატარა მანიპულაცია, ერთი პატარა ცდა. მე ავიღებ კოპიოს 100-ს შევქმნია აღნიშნული ფაილისას, მეორე 389 ფაილი, 389 გიგაბაიტიანი ფაილი გავაკეთე და ესე იგი აქ chess PGN ფორმატში ისევ შევინახავ, შემდეგ გავხსნი მას ტექსტურ რედაქტორში. არ ვარ დარწმუნებული, რომელ იტერაციაზე მოხდება ეს ამბავი, მაგრამ ექსპერიმენტი ჩავატაროთ. 3.5 მილიონ სტრიქონს მოვნიშნავ, Ctrl+C-ი აკოპირებ, ძალიან ბანალური ოპერაცია და Ctrl+V-ი, როგორც იტყვიან, ვაფეისტებ. შემდეგ ვინახავ, ხურავ. აი ეს ფაილი.
ფაილის ზომა, არ ვიცი, მე მგონი Ctrl-V არ გამომივიდა, უკაცრავად კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო აღნიშნული ოპერაცია. ესე იგი, მოვნიშნე ყველა, Ctrl-C, ეთყობა Ctrl-V არ გამომივიდა და აი აგერ შავაპეისტოთ, როგორც იტყვია. დაველოდოთ, შევინახოთ ფაილი გამოვიდეთ და ამჯერად კი ვნახეთ, ხედავთ აქ, რომ ფაილის ზომა გაორმაგდა. ანუ 779 მეგაბაიტი გახდა ორმაგი ზომის ფაილი. მოვსინჯოთ იგივე ოპერაციის შესრულება სტანდარტული ტექსტური რედაქტორით, Notepad-ით და ნახოთ გამოგვივა თუ არა შედეგი. გამოვიდა მუშაობს. ესე იგი, ნელ-ნელა მივყვები, ასე ვთქვათ, ვამრავლებ და რაღაც ეტაპზე Ctrl-A მოვნიშნე ყველა. კიდევ ერთხელ დავაკოპირებ, ნახოთ რა გამოგვივა. კიდევ paste-ი შევასრულე. კი ბატონო, შევინახე ტექსტურ რედაქტორში ფაილი, კაი დიდხანს ინახავს და უკვე გიგაბაიტ ნახევრიანი ტექსტური ფაილი გამოგვივიდა, როგორც ხედავთ მეგობრებო. მარჯვენა ფილაკს ვაჭერთ, ვცდილობთ ფაილის გახსნას Notepad-ში და ესე ვთქვათ, გავიჭედეთ. Notepad-მა უკვე პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ აღნიშნული ფაილი, PGN ფაილი არის მეტისმეტად ფართო, მეტისმეტად დიდი Notepad-ისთვის და გამოიყენე სხვა რედაქტორი, ტექსტური რედაქტორი აღნიშნული ფაილის გასახსნელად. ვითომ Notepad++ ის რედაქტორი, რომელიც ჩვენ ალტერნატიულად გამოვიყენეთ, მოვსინჯოთ სხვა ტექსტურ რედაქტორში გახსნა და აქაც იგივე ამბავი. ძალიან დიდია, ვერ ხსნი, მეუბნება Notepad++. ესე იგი, სტანდარტული აპლიკაციები უკვე უარს ამბობენ აღნიშნულ გიგაბაიტ ნახევრიან ფაილთან, ტექსტურ ფაილთან მუშაობაზე და ესე იგი, გარკვეული თვალსაზრისით, აი ამ მონაცემს, ამ საჭადრაკო პარტიების მონაცემთა ბაზას, ტექსტურ მონაცემთა ბაზას, რაც უკვე შეხვდით, შეგვიძლია უწოდოთ big data, შეგვიძლია უწოდოთ დიდი მონაცემები. გამოსავალი რაშია? გამოსავალი არის სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებაში, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში და ჩვენ პრინციპში აღნიშნული ინსტრუმენტები შეგვიძლია ჩვეულებრივ პერსონალურზე კომპიუტერზე ვამუშაოთ, ანუ არ გვიწევს ის ამბავი, რომ ახლა ეს ფაილი სადღაც სერვერზე წავიღოთ, მძლავრ კომპიუტერზე და იქ გავხსნათ. არა, უბრალოდ სტანდარტული Windows-ის აპლიკაციები, სადაც ვეღარ მუშაობენ, ალტერნატიულ აპლიკაციებს გამოვიყენებ და მე ჩვენი ტრენინგისთვის უკვე მოვამზადე აპლიკაცია, ეგრეთ წოდებული გაფართოებული რედაქტორი, უფასო პროგრამა გახლავთ, ესეც თავისუფლად ჩამოტვირთვადი, ეწოდება EM Editor. ერთ-ერთი რედაქტორთაგანი, მე აღნიშნული რედაქტორის გამოყენებით ახლა ჩემს PGN ფაილს გავხსნი. აი აქ არის და ვნახოთ რას მივიღებთ. მივიღეთ მყისიერად გაიხსნა. ეს გიგაბაიტ ნახევრიანი ფაილი მყისიერად გაიხსნა, როგორც ხედავთ, შეგვიძლია დავrწმუნდეთ, აი ბოლოში გავიდეთ და ნახოთ, რომ რომელ ხაზზე აი 14,609,355 ხაზზე ვიმყოფებით ახლა. აი 15 მილიონამდე ხაზისგან შედგება აღნიშნული ფაილი. ჩემი აზრით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ახლა პრაქტიკული კუთხით მოგვეხდინა ილუსტრირება იმისა, რასაც მაშასადამე დიდი მონაცემები ეწოდება და ეს არის, ესე იგი, კონცეფცია. კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, დიდი მონაცემებისა. ეს არის მონაცემები, რომლებიც მათი მოცულობის მიუხედავად არ ექვემდებარება დამუშავებას, პროცესინგს, ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, ჩვეულებრივი აპლიკაციები, რომლებითაც ნორმალურ ჩვეულებრივ მონაცემებს დავამუშავებთ ხოლმე. ბოლო 20 წელია დიდი მონაცემები ძალიან ფართო ცნებას წარმოადგენს. მათში ინოვაციების ბუმი, ანუ ის დრო, როდესაც აი სულ ახალ-ახალი აღმოჩენები კეთდებოდა და სულ ახალ-ახალი ტექნოლოგიები მუშავდებოდა, დამთავრდა სადღაც ალბათ 7-8 წლის წინ. ხო? ბოლო 7-8 წელია ამ მიმართულებით რამე ისეთი, როგორც იტყვიან, გარდამტეხი ტექნოლოგიური აღმოჩენები არ გაკეთებულა. 7-8 წლის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ ვღებულობთ მაქსიმალურ სარგებელს დიდი მონაცემების დამუშავების იმ ტექნოლოგიებისგან, რომლებიც ჩვენს განკარგულებაშია. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში
ინოვაციურ ტექნოლოგიებად თქვენს კარგად მოგეხსენებათ, იქცა უკვე ხელოვნური ინტელექტი, მანქანური დასწავლა, ღრმა დასწავლა ბატონ ჩემო და ჩვენი ტრენინგის ერთ-ერთ ეტაპზე ჩვენ შემდეგ ნახავთ, რომ ეს ტერმინები, დიდი მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი ისევე როგორც ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ასევე მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. 20 წლის წინ დაიწყო, ბუმი დიდი მონაცემების, დაახლოებით ასე ვიტყოდი 2006-2007 წლისთვის. აქ წელიწადი შეიძლება მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის ამბავი იყოს და სუბიექტური იყოს თქმა იმისა, ზუსტად როდის დაიწყო ეს ამბავი, მაგრამ ცალსახად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი მონაცემების ერა დადგა მას შემდეგ, რაც ინტერნეტი გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც Google-მა დაიწყო ინდექსირება, ან Google-ამდე Yahoo-მ დაიწყო ინდექსირება, მას შემდეგ, რაც Facebook-ის სოციალური ქსელი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დაიწყო მაშასადამე მონაცემების მოგროვება სხვადასხვა წყაროებიდან, რამაც სწორედ დიდი მონაცემები აქცია იმად, რასაც ჩვენ ეხლა რამდენიმე ფაქტით დავადასტურებთ. მაგრამ ვიმეორებ, თუ რომელიმე მონაწილეს ჩვენი დღევანდელი ტრენინგისა გეგმაში აქვს არა პრაქტიკული გამოყენება დიდი მონაცემების, არამედ თქვა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმოება, მაშინ აქ ჩვენ მეცნიერული მიმართულებით დიდ მონაცემებთან მუშაობა და არა ახლის აღმოჩენა, აქ პირდაპირ შემიძლია გირჩიოთ, რომ დიდ მონაცემებში და მათ თეორიაში ბევრი საკვლევი უკვე აღარაფერი დარჩა. გამოკვლეულია და პრინციპში ესე იგი, ისევე როგორც შიგაწვის ძრავაში აწი ბევრს ვეღარაფერს შევცვლით, ასევე დიდი მონაცემების თეორიაში ჩვენ აწი ბევრს ვეღარაფერს ვერ შევცვლით. ამიტომ იმ მონაწილეებს, რომელთაც კვლევა აქვთ, მეცნიერული მიმართულებით დასახული ჯობია ალბათ ყველა ვარიანტში გადაერთონ ხელოვნურ ინტელექტზე და მანქანურ დასწავლაზე, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკვლევი ამბები დარჩა. რატომ არის დიდი მონაცემები? აი მას გავუსვათ ახლა ხაზი. აი საიდან მოვიდა ის უზარმაზარი საჭადრაკო პარტიების უზარმაზარი მონაცემთა ბაზა? მხოლოდ ერთი წლისთვის რამდენიმე მილიონი პარტია გათამაშებული. იმიტომ რომ წყაროების რაოდენობა მიმატა დიდ მონაცემთა გენერირებისთვის. ადრე დიდი მონაცემები შენახული იყო ბიბლიოთეკებში, წიგნებში ფაქტობრივად მოგეხსენებათ და ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსებული იყო სადღაც რიო-დე-ჟანეიროში, იყო თავისთვის. მე აქედან საქართველოსგან არავითარი ცდომა არ გამაჩნდა. ამიტომ მე შემეძლო პრინციპში მემუშავა იმ ბიბლიოთეკასთან და იმ წიგნებთან, რასაც თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, სადღაც საქართველოს ფარგლებში მივაგნებდი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? დღეს ეს ყველაფერი გაერთიანებულია. ინტერნეტმა ამ ყველაფრის ინტეგრირება მოახდინა და როდესაც მე მაგალითად მაქვს ელექტრონული კომერციის საკუთარი სისტემა, თუ მულტინაციონალური კომპანია ვარ, ჩემი მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, მთელ მსოფლიოში განთავსებული ფილიალებიდან. შესაბამისად, შეიცვალა რაოდენობა წყაროებისა, ანუ გენერირება ხდება, გენერირება ხორციელდება მრავალი სხვადასხვა წყაროდან და პლუს ამას გენერირება ხორციელდება მრავალი სხვადასხვა მოწყობილობიდან. თუ თქვათ 2005 წლამდე დაახლოებით ძირითადი მასა ინფორმაციისა გენერირდებოდა პერსონალურ კომპიუტერებში, ლეპტოპებში და ასე შემდეგ, ეს არის მარცხენა სურათი ჩემ პრეზენტაციაზე, როგორც ხედავთ მეგობრებო, მარჯვენა სურათზე უკვე ჩანს სხვა შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ და არის დაგენერირებული ეს სურათები, როგორც ხედავთ, არავუშავს, კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. მარჯვენა მხარეს ჩანს, რომ დიდი მონაცემები სადღეისოდ გროვდება როგორც კომპიუტერული მოწყობილობებიდან, თქვა ლეპტოპებიდან და ასე შემდეგ, არამედ ასევე სხვა მოწყობილობებისგან, როგორიც არის შტრიხ-კოდის წამკითხველები, IP კამერები და სხვა. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ნივთების ინტერნეტს, საგანთა ინტერნეტს, Internet of Things, კიდევ ერთი დიდი მიმართულება, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდ მონაცემთა გენერირებასთან. სადღეისოდ ეს უკვე ფაქტია, დაახლოებით 20 მილიარდი მოწყობილობა გახლავთ დაერთებული თუ მეტი არა ინტერნეტში და აქედან დიდი ნაწილი აღნიშნული მოწყობილობებისა არის სწორედ ნივთების ინტერნეტი. იქიდან 2-3 მილიარდი შეიძლება ცოტა მეტი იქნება ალბათ პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი თუ დაუშვათ სხვა კომპიუტერული მოწყობილობა, დანარჩენი ყველაფერი ესე იგი არის ეგრეთ წოდებული ნივთების ინტერნეტის წარმომადგენლები, იგივე IP კამერები, იგივე ყვამლის დეტექტორები, იგივე
ჭკვიანი შენობის მოწყობილობები დღეს კონცეფცია არის სხვა შორის მე ვნახე რომ ერთ-ერთი კარგი ტრენინგი უკვე ჩატარდა თქვენთან BMS-ი ხო იაზონ ხო არ მეშლება building management არაჩვეულებრივი კონცეფცია ცენტრალიზებული მართვა ინფრასტრუქტურის ესე იგი ეს ყველაფერი ანუ როდესაც ჩვენ ინტერნეტიდან რა ქვია მიკროტალღურ ღუმელს ჩავრთავთ და გავაცხელებთ კერტს სანამ სახში მოვიდოთ ან კარებს რომ შორიდან ჩავკეტ ან გავაღებთ ეს ყველაფერი გახლავთ მაშასადამე ნივთების ინტერნეტის ნაწილი და ეს ყველაფერი უკვე დომინირებს ბევრად მეტი არის ნივთების ინტერნეტში მიერთებული ვიდრე ესე იგი ჩვეულებრივი კომპიუტერული მოწყობილობები და ეს ყველაფერი ვიმეორებ სწორედ მიუთითებს და მოასწავებს რომ დიდი მონაცემების გენერირება მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპით. აი შტრიხ-კოდის ამკითხველი არის ჩემს პრეზენტაციაზე მოცემული. შტრიხ-კოდის ამკითხველი წრუპუნი, როდესაც აი ნებისმიერ ჰიპერმარკეტში შევალთ, რა ვიცი, კარფური, გუდვილი, სულ ესე იგი მისი ხმა ისმის. ანუ ჩვენ ახლა ასე უნდა ვიფიქროთ, რომ რამდენს გაიწრიპინებს ეს შტრიხ-კოდი, ანუ იქ გამყიდველი რამდენსაც გადაატარებს, ერთი გადატარება ეს ყოველთვის არის ერთი ახალი ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში. ერთი ახალი ჩანაწერი. გადაატარა მომდევნო გატარება და ემატება და ეხლა დღეში რამდენი ასეთი გატარებაა და პრინციპში ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ თუ რამდენი რა მოცულობის დიდი მონაცემები გენერირდება ყოველდღიურად. ვნახოთ თუ სად გენერირდება დიდი მონაცემები და რა ეტაპზე შეგვიძლია მონაცემთა გენერირებას დიდი მონაცემები დაუძახოთ. აი ეს მომენტი რომ გავარჩიოთ ახლა ჩვენ და სამისოდ გამოგვადგება მაშასადამე აი ესეთი პატარა დიაგრამა, კარგი დიაგრამა, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული სისტემები და მათ მიერ გენერირებული მონაცემების ასე ვთქვათ დინამიკა, მოცულობა არის წარმოდგენილი. ანუ აი ნახეთ ყველაზე პატარა მართკუთხედი თუ კვადრატი, რომელსაც აი სადაც ჩემი მაუსი ტრიალებს, ახლა ეს გახლავთ ინფორმაციის დამუშავების სტანდარტული სისტემები, ეგრეთ წოდებული ERP სისტემები, Enterprise Resource Planning. ჯერჯერობით დიდ მონაცემებზე საუბარი არ გვაქვს აქ ნამდვილად. ანუ, როდესაც ბუღალტერი ზის ორგანიზაციაში და გატარებებს, ანუ საფინანსო გატარებებს ახორციელებს, ან როდესაც საწყობის თანამშრომელი ზის და დაუშვათ სკამი შემოვიდა, სატერკალამი შემოვიდა, კომპიუტერი შემოვიდა, ამას ყველაფერს საწყობში აღრიცხავს. ეს მონაცემები ჯერ კიდევ საკმარისად მცირეა იმისთვის, რომ იგი ჩვეულებრივი სტანდარტული ინსტრუმენტებით იქნეს დამუშავებული. ამიტომ ERP სისტემები, ისევე როგორც სხვა სისტემები, სხვა ინფორმაციული სისტემები, რომლებიც აი საბაზო მონაცემებთან ორგანიზაციისა მუშაობენ, ჯერ კიდევ დიდი მონაცემების ამბავში არ გადიან და ამ ტერმინის ქვეშ არ იყრიან თავს. შემდეგ უფრო მეტი მოცულობა მონაცემებისა გენერირდება მაგალითად ისეთი სისტემების მიერ, როგორიც არის CRM სისტემები, ანუ Customer Relationship Management. აქ უკვე მეტ მოცულობაზეა საუბარი, იმიტომ რომ იმას კი არ აღურიცხავ, რამდენი სკამი და მაგიდა მაქვს ორგანიზაციაში, არამედ ჩემი კლიენტების, ჩემი მაღაზიის მყიდველების აქტივობაზე ვამახვილებ ყურადღებას და ყოველდღიურად უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია დაგენერირდება და დარეგისტრირდება. შესაბამისად, CRM სისტემები აი უფრო ფართო მართკუთხედით არის წარმოდგენილი, ნელ-ნელა უკვე დიდი მონაცემებისკენ მივიწევ, თუ შეიძლება ასე ითქვას. თუ ჩემი ბიზნესის კლიენტურა არის არა მარტო ის, ვინ ფიზიკურად შემოდის ჩემთან მაღაზიაში, არამედ ვებ სივრცეს იყენებს, ანუ ელექტრონული კომერციის პორტალებს იყენებს, აქ უკვე ბევრად მეტი მონაცემები გროვდება და იმ შემთხვევაში, თუ მე უკვე ნივთების ინტერნეტის, აი სენსორები არის მოცემული ყველაზე ფართო მართკუთხედზე, თუ ბევრი წყაროდან ვაგროვებ მონაცემებს, ამ შემთხვევაში უკვე სწორედ მაქვს საუბარი big data-ზე, ანუ მართლა გადავდივარ უკვე ცალსახად დიდი მონაცემების სივრცეში და დიდი მონაცემების სამყაროში. რა მოცულობის მონაცემებზეა, მაინც ვერ მოვეშვები ჩვენ მოცულობას, მიუხედავად ისა, ვთქვით, რომ 10 გიგაბაიტიანი DVD დისკი არ არის დიდი მონაცემი, ყველა ვარიანტში რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. აი, დიდი მონაცემების თეორიის განვითარების პიკზე და ტექნოლოგიების განვითარების პიკზე მოგროვილი რამდენიმე ცნობა.
და ეს მონაცემები შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე მოძველებულია, რა დროს 2008 წელია, ხო? მაგრამ 2008 წელსაც კი Google უკვე Google-ის სივრცეში გენერირდებოდა 20 პეტაბაიტი ინფორმაცია ყოველდღიურად, მეგობრებო. Facebook-ი 2009 წელს ესე იგი უკვე 2.15 პეტაბაიტ მომხმარებელთა პროფილების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ყოველდღიურად აგენერირებდა 15 ტერაბაიტ მონაცემებს მათი აქტივობის შესახებ, მთელი ეს ლაიკები და კომენტარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2011 წელს მთლიანი მოცულობა მონაცემებისა Yahoo-ში ახალგაზრდა თაობას Yahoo არ ეხსოვნება, მაგრამ მე კი ძალიან კარგად მახსოვს, სანამ Google იქნებოდა ჩვენი ღმერთი იყო Yahoo, ასე ვთქვათ, საძიებო სისტემით და ელექტრონული პოსტით და ყველაფრით და დღესაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყენებ ელექტრონული პოსტის მისამართს, რომელიც Yahoo თავის დროზე შემომთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე წარსულია, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის სერვისი, რომელსაც ძალიან ცოტა მომხმარებლები ყავს, Google-მა წაართვა ყველაფერი. მაგრამ 2011 წელსაც კი 180-200 პეტაბაიტი ინფორმაციას მართავდა Yahoo სერვისი. 2012 წელს Facebook-ი ყოველდღიურად ingest ნიშნავს, რომ აგენერირებდა, ანუ ჩართავდა თავის ეკოსისტემაში 500 ტერაბაიტ მონაცემებს. 2013 წელს YouTube-ზე 1000 პეტაბაიტი, ეს უკვე ეგზაბაიტი ინფორმაცია ვიდეო ინახებოდა YouTube-ზე და დღეში 4 მილიარდ 2013 წელსაც კი დღეში YouTube-ის ვიდეოს 4 მილიარდი ნახვა ჰქონდათ. და წარმოიდგინეთ ახლა საინტერესო TikTok-ი რა შვება რა. არანაკლები იქნება ახლა ჩემი შვილები ვერ მოვაშორეთ TikTok-ს ბატონო ჩემო და მე მგონი რომ ყველა შვილები ასევე ვერ შორდებიან. ესე იგი ჩემი აზრით არც თუ სოფლიოში ყველაზე სასარგებლო სერვისი, მაგრამ ეს სხვა თემაა და ალბათ სხვა პროფილის სპეციალისტები უფრო კარგად განგიმარტავენ ამ ყველაფერს. ხო? ესე იგი როგორი რაღაცაა მეგობრებო, ეს არის ინფორმაცია და ამის შემდეგ ბუნებრივია რომ მე ამ ლეპტოპზე ახლა ვერანაირად ისეთ სერვისს ვერ ვიქონიებ და ამ ლეპტოპის საბრალო პროცესორით რა მაქვს ახლა ერთი შევხედოთ task manager-ში უცებ გადავალ ძალიან საბრალოც არ არის, მაგრამ ესე იგი ამ 6 ბირთვიანი ლეპტოპით, ასე ვთქვათ, ნამდვილად ვერ ავამუშავებ ისეთ სერვისს, რომელიც ამ ყველაფერს გაწვდეს. სრულად ბუნებრივია, რომ აქ სულ სხვა სიმძლავრეები და სულ სხვა მიდგომებია საჭირო. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, წყაროები. ბევრნაირი წყარო არსებობს, ელექტრონული კომერცია როგორც ვთქვით, სოციალური ქსელები, ტრეკინგი მომხმარებლის აქტივობებისა და ჩართულობისა ბატონო ჩემო. აგერ ჩვენი CERN-იც განვათავსე დიდი ადრონული კოლაიდერი, დიდ მონაცემებს თუ აგენერირებს, ეს თუ ეს აგენერირებს, აბა ტერაბაიტობით ინფორმაცია ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობის შესახებ. მეტეოროლოგიური მონაცემები თავისთავად, ეს არის მართლა რეალურად დიდი მონაცემები, იმიტომ რომ სოფლიოს ყველა წერტილში ყოველ წამს ამინდის შესახებ ინფორმაციას როცა ვინახავთ, გასაგებია რომ აღნიშნული ინფორმაციის შენახვას ვერაფერი და ვერა მოწყობილობა ვერ აუვა. ამას აუცილებლად ესე იგი სუპერკომპიუტერი ჭირდება. სხვა და ესე იგი სრულად განსხვავებული მიდგომები ჭირდება დიდ მონაცემთა დამუშავებას. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ დიდ მონაცემებში სხვა კრიტერიუმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და სხვა მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, როდესაც აღნიშნულს ვამუშავებთ ჩვენ. ნორმალურ მონაცემებთან მუშაობისას, კრიტიკულ მონაცემებთან მუშაობისას ჩვენთვის აუცილებლად და პირველხარისხოვანი მნიშვნელობის პარამეტრი გახლავთ მონაცემთა მთლიანობა. დიახ, როდესაც მე რაღაცას ონლაინ ვყიდულობ, მე როგორც კლიენტი რო შემაქვს, რომ რეგისტრირდები ჩემი სახელი და პაროლი, ან რო შემაქვს დაუშვათ საკრედიტო ბარათის, საბანკო ბარათის ნომერი, ასე ვთქვათ, ხო? ან სხვა სენსიტიური ინფორმაცია. ჩემი პირადი ინფორმაცია როცა შემაქვს და რეგისტრაციის ადგილი, ახლა ვთქვათ,
ზუგდიდის ნაცვლად რომ დავრეგისტრირდე შემთხვევით ახალციხეში, ეს დიდი პრობლემაა. სერიოზული პრობლემაა. მაგრამ როდესაც ესე იგი 1 მილიარდი დავით გულუა არის სადღაც დიდ მონაცემებში დარეგისტრირებული, 1 მილიარდიდან 4-5 შემთხვევაში შეცდომით იქ ზუგდიდის ნაცვლად ახალციხე რომ მოხდეს, საერთოდ არ არის პრობლემა. ახალციხე რომ დაიწეროს, ასე ვთქვათ, რაღაც შეტანის შეცდომა იყო, ან რაღაცა სხვა შეცდომა იყო, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ის, რაც დიდ მონაცემებს ჩვეულებრივი მონაცემებისგან განასხვავებს. ჩვეულებრივ მონაცემებში მონაცემთა მთლიანობა, ანუ აბსოლუტური სიზუსტე მონაცემებისა არის სრულიად აუცილებელი და ამ საქმეს ხუთიანზე ასრულებენ ეგრეთ წოდებული რელაციური მონაცემთა ბაზები. ინფორმაცია ინახება Oracle-ში, ინფორმაცია ინახება MS SQL სერვერში, იქმნება იქ რელაციური მოდელი, ეგრეთ წოდებული არსთა დამოკიდებულების მოდელი და აღნიშნული რელაციური მოდელი ნორმალიზაცია მთელი ამბები დაუშვათ ჩვენი მონაწილეებიდან თუ ზოგიერთი მუშაობს აღნიშნული მონაცემთა ბაზების მიმართულებით, ალბათ ყოველთვის მიუყვანიათ მათ მონაცემთა ბაზები ეგრეთ წოდებულ მესამე ნორმალურ ფორმამდე და იქ ნამცეციც კი რო გაიპაროს არაზუსტი ინფორმაციისა, ამის ალბათობა არის ნულოვანი არა, მაგრამ პროცენტის მე-100 და პროცენტის მე-1000. დიდ მონაცემებში აღნიშნული მიდგომა ჩვენ არანაირად არ გამოგვადგება, მეგობრებო. Velocity, სისწრაფე, ერთ-ერთი კრიტერიუმი დიდი მონაცემებისა პირდაპირ ამბობს, რომ ჩემთვის არ მნიშვნელოვანი არა სიზუსტე, არამედ ის თუ რამდენად ჩქარა დამუშავდება დიდი მონაცემები, რამდენად სწრაფად დამუშავდება ისინი, რამდენად სწრაფად მივიღებ მე შედეგს. და როდესაც Oracle-ზე ვსაუბრობ, MS SQL-ზე ვსაუბრობ, MySQL-ზე ვსაუბრობ, თუ თქვენი კარიერა აღნიშნული მიმართულებით ვითარდება, უკვე არსებული ბაზის მენეჯმენტი თუ გადმოგებარათ, სულ არ არის გამორიცხული, საკმაოდ დიდი ალბათობით თქვენი IT მენეჯერი თქვენ პირდაპირ გეტყვით, რომ კვდება ეს ბაზა და ეგება რაღაცა მოუხერხო. ვეღარ მუშაობს უკვე. სერვერი გამოვცვალეთ, დავამატეთ, ან არ დავამატეთ და მაშინ თქვენ მოითხოვთ, რომ გააძლიერეთ სერვერი. რელაციური მონაცემთა ბაზების მთავარი ნაკლი, პირველი ნაკლი ეს არის ყოველთვის პერფორმანსი. ინფორმაციის სიზუსტე უზრუნველყოფილია მონაცემთა მთლიანობა, მაგრამ Oracle რომ ნელა მუშაობს და MS SQL სერვერი ეს ყველა მიცის. მთელი რიგი მეთოდების არსებობს, ის ხალხი მუშაობს ძალიან მაგრად, რომ პერფორმანსი იქნეს, ანუ წარმადობა მონაცემთა ბაზის იქნეს ამაღლებული, მაგრამ მაინც არ შველის ეს საქმეს. ამიტომ Oracle-ის გამოყენება და სხვა რელაციური მონაცემთა ბაზების გამოყენება დიდ მონაცემებთან მიმართვისთვის ეს ალბათ ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა. პირველი, იმიტომ რომ ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე არის დაბალი, velocity სისწრაფე დაბალია, ერთი. მეორე, აღნიშნული მონაცემთა ბაზები დიდებულად უმკლავდებიან ოპერატიულ ინფორმაციას, ანუ აი მთელი ეს ტრანზაქციების დამუშავება მათი საქმეა და ზუსტად ინფორმაციის მიღება რაც უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც ტრილიონობით ჩანაწერზე მიდგება საქმე, ან დიდი მოცულობა როდესაც არის, ისინი უკვე ვეღარ ცოტა ისე ჟარგონზე თუ ვიტყვით ქართულზე ვეღარ გაჩავენ. და ბოლოს, ვერაერთი, მესამე, დიდი მონაცემები არის მრავალფეროვანი. ეს ასე არ არის, რომ Oracle-ში ცხრილი გავაკეთოთ, იქ მონაცემები ჩავყაროთ და ამ მონაცემებს ვემუშაოთ. დიდი მონაცემები გულისხმობს, რომ ინფორმაცია დიდ მონაცემებში დაცული მონაცემები შეიძლება იყოს ერთდროულად სხვადასხვა კომპონენტი დიდი მონაცემისა შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ჩვეულებრივი ცხრილების სახით, ნახევრად სტრუქტურირებული, მაგალითად JSON ფორმატის ინფორმაცია და არასტრუქტურირებული. დიდ მონაცემებში ჩვენ შეიძლება თავისუფლად გავიყვანოთ Microsoft Word-ის დოკუმენტი, ან სურათი, ან ესე იგი ფოტო, ან ვიდეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღნიშნული ტიპის მონაცემთა სიმბიოზი ერთად სტანდარტული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებისთვის შეძლებადი, მაგრამ ძალიან ძნელად განხორციელებადი ამოცანაა. Oracle ამისთვის არ კეთდება, რომ ესე იგი ერთდროულად ამუშაოს ტექსტი, Word-ის დოკუმენტი, ეს არ არის მისი პირველადი დანიშნულება. ანუ ამით იმის თვალს ვაპირებ, რომ მიდგომები, ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები დიდი მონაცემებისთვის
უნდა იყოს სხვა, უნდა იყოს რაღაცა განსხვავებული. არსებობს კიდევ სხვა ესე იგი სხვა კრიტერიუმები დიდ მონაცემთა კონტექსტში, მაგრამ ისინი შედარებით ნაკლებად რელევანტურია. სამი დიდი ვი, ასე ვთქვათ, არის მთავარი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ახლა ასე ვთქვათ, ამის მიხედვით ჩვენ ვაპირებთ, რომ ესეთი გარკვეული პრაქტიკული ილუსტრაციები ვნახოთ იმისა, თუ რა ინსტრუმენტები შეიძლება იქნეს გამოყენებული, განსხვავებული ინსტრუმენტები დიდ მონაცემებთან მუშაობისთვის და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი მათ შორის, ესე იგი, მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში. მაგრამ სანამ იქამდე გადავიდოდეთ, ეხლა მე უბრალოდ ჩამოვირბენ ამ სლაიდებს, აქ გაგიზიარებ შემდეგ ამ სლაიდებს და შეგიძლიათ წაიკითხოთ, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, აი მომდევნო ორ სლაიდზე არის წარმოდგენილი მოკლე, ძალიან ისეთი კონსპექტური ისტორია დიდი მონაცემებისა, ვინ შექმნა ზოგადად ეს ტერმინი, ეს ადამიანია, ვინც დაამკვიდრა და ეს სამი ვის კონცეფცია შემოიტანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით პრინციპში, რომ მოცულობა ინფორმაციის გადამწყვეტი არ არისო, მაინც მაშასადამე მაინც ესე იგი დაახლოებით აი ზუსტად ვერ ვიტყვით. ან თავს ვერ დავდებთ, რომ მაინც და მაინც ამ წერტილში, მაგრამ ითვლება, რომ ტერაბაიტებიდან პეტაბაიტებზე როდესაც გადავდივართ, იქ ვტოვებთ ჩვეულებრივი მონაცემების სივრცეს და გადავდივართ მაშასადამე დიდი მონაცემების ეკოსისტემაში, დიდი მონაცემების გარემოში, თუ შეიძლება ასე ითქვას. მეგობრებო, დიდი მონაცემების დამუშავების შედეგები თავისთავად ცხადია, გარეგნულად გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი მონაცემების დამუშავების შედეგები, მაგრამ მათ უკან ესე იგი ძალიან სულ სხვა ტიპის სამუშაო, ესე იგი სულ მათ უკან ბექგრაუნდში ეს რომ მიგვეღო, აი რაც ამ ბუნებზეა გამოტანილი, სულ სხვა მოცულობის სამუშაო გახლავთ ესე იგი შესრულებული. აი მარტივი მაგალითი მე პრინციპში ადრაგზე გავაკეთე, ასე ვთქვათ, ორიენტაცია და აგერ ერთი მაგალითი დიდი მონაცემებისა. თამაშების მონაცემთა ბაზა. აქ თქვენ ირჩევთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სქემას, ეს იქნება ჩვეულებრივი ჭადრაკი, ბლიცი, სხვა ჭადრაკები არსებობს, ჭადრაკის იმდენი ვარიანტებია, დაგვეხვევა და ესე იგი წლების მიხედვით, აი 300-400 მეგაბაიტიანი ფაილი რაც ჩამოტვირთე, ერთი კონკრეტული წლისთვის სწორედ აქედან მაქვს ჩამოტვირთული. არის უფრო რთული იმპლემენტაცია, აი რამდენიმე საინტერესო ლინკი მინდა წარმოგიდგინოთ. მეგობრებო და ერთი ალბათ თქვენი უმრავლესობისთვის კარგად და ფართოდ ნაცნობი, არ ვიცი ხა მე არ ვარ გატაცებული ამ თემით, მაგრამ ბევრია გატაცებული და აგერ ჩვენი ესე იგი coin market cap-ი. ნახეთ, აი საყურადღებო რა არის აქ, როდეს აი დააკვირდით კურსები, კრიპტოვალუტების კურსები, ხო? მე ასე თქვა დიდებული ბიტკოინით თავში და რა ვიცი, ალბათ თქვენთვის კარგად ნაცნობი ვებგვერდი გახლავთ, ტრენდები და რაც მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ერთ-ერთი ტერმინი, ერთ-ერთი კრიტერიუმი დიდი მონაცემებისა ეს არის velocity, სისწრაფე. ლაივში, აი ვებგვერდზე ლაივში იცვლება კურსი წამების მიხედვით. აი ნახეთ, რომ დააკვირდეთ, ახლა რამდენიმე წამი რომ დავაკვირდეთ, ეგრევე ვნახავთ, როგორ თამაშობს, აი ბიტკოინის კურსი მაგალითად, ხო? მიაქცია და შემდგომ ამისა ხორციელდება ავტომატურად ვიზუალიზაცია, აგერ მარჯვენა მხარეს თავის დიაგრამა და ეს ყველაფერი ხდება 100-ობით თუ 1000-ობით არა სხვადასხვა კრიპტოვალუტებისთვის და მყისიერად ვღებულობთ მაშასადამე იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ამის უკან ახლა ორაკლის მონაცემთა ბაზა ვერანაირად ვერ იქნება. აი ამ ერთი შეხედვით მარტივი ვებგვერდის უკან რა დგას? დგას დიდი მონაცემები მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტებით, ესე იგი ვაჭრობის შედეგად დაგენერირებული, მიღებული ცვლილებები და მათი ასახვა, ასე ვთქვათ, ლაივში, აი ამ ერთ კონკრეტულ ვებგვერდზე. ხო? და მე შემიძლია პრინციპში ალტერნატიული ამოცანა
მოგიყვანოთ დიდი მონაცემების და დასაბუთებისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, აი წარმოიდგინეთ ისეთი მულტინაციონალური კომპანია, ელექტრონული კომერციის კომპანია, Amazon-ი მაგალითად. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაგევალათ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ top 10 პროდუქტი რომ ვებგვერდი გააკეთოთ, სადაც 10 ყველაზე პოპულარული ნივთი Amazon-ის გამოიტანოთ. ნახევარ საათში ერთხელ უნდა იცვლებოდეს. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ვაჭრობს Amazon-ზე, მთელი ეს ინფორმაცია იყრის თავს ერთიან დიდ მონაცემთა ბაზაში და შემდეგ თქვენ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აი ამ ინფორმაციის დამუშავება უნდა განახორციელოთ და გამოიტანოთ, ესე იგი რომ აი ამ ნახევარი საათის განმავლობაში, ესე იგი ის ფეხსაცმელები იყო ყველაზე პოპულარული, ის ტანსაცმელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერწმუნეთ რომ თუ წყარო ინფორმაციისა ეს იქნება ორაკლის მონაცემთა ბაზა, 5 წუთი ვერ იმუშავებს თქვენი ვებსაიტი. დაყოვნება ის ნახევარ საათში ერთხელ რომ უნდა გამოიტანოთ, ნახევარ საათიანი დაყოვნება ექნება აუცილებლად. და როდის რომ გამოიტანს მონაცემს. ანუ სხვა ტექნოლოგიები, სხვა მიდგომები არის სრულიად აუცილებელი. ან ერთი მაგალითი კიდევ შეიძლება ვთქვათ გავარჩიოთ. უსაფრთხოების სპეციალისტები თუ გვერევია აუდიტორიაში, შეიძლება მათთვის ნაცნობი არის აი ეს ვიზუალიზაცია, ცოცხალი ვიზუალიზაცია, კომპანია Checkpoint-ი, ეს ისრაელის კომპანია გახლავთ უსაფრთხოების სისტემებზე მომუშავე, რომელიც ესე იგი გვეუბნება რომ აი 5 მილიონამდე შეტევა მსოფლიოს მასშტაბით გახორციელდა დღეს. აი 5 მილიონამდე შეტევა, გასაგებია რომ ახლა ამათ ცდომა აქვს და სტატისტიკის მოგროვა შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი მოწყობილობებისთვის და პროგრამებისთვის, უსაფრთხოების მოწყობილობებს და პროგრამებს ყიდის ეს კომპანია, ძალიან მაგრები არიან საქართველოშიც პრინციპში აღნიშნულ სეგმენტში ლიდერები არიან. ბევრი ორგანიზაცია ყიდულობს ჩვენთანაც. საგანმანათლებლო სივრცეში არის განათლების სისტემას აქვს. კი. ემის შემთხვევაში. კი, პოპულარული პროდუქტია. ესე იგი FortiGate-ი ალბათ ერთი ხო, მე მგონი და როგორ არის სეგმენტირებული ჩვენთან ეს ბაზარი, ზუსტი ცნობები მართალი გითხრათ არ მაქვს, მაგრამ აი FortiGate-ი რაც ვიცი და ეს Checkpoint. და ნახეთ, აი ვიზუალიზაცია, ეს არის ესე იგი live ვიზუალიზაცია ის აი ამ მომენტში რა შეტევები მიდის 5 წამის დაყოვნებით, ან იქნება 10 წამის დაყოვნებით. თქვენ მსოფლიოში მიმოფანტული ეს Checkpoint-ის მოწყობილობები და აქ ესე იგი რას ვამბობ ჩვენ რომ რა არის წყარო აღნიშნული ინფორმაციისა. წყარო აღნიშნული ინფორმაციისა არის ლოგები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითოეული იერიშის შემთხვევაში ამ იერიშის შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება ლოგებში, უზარმაზარი ფაილები, მე ამ უზარმაზარი ფაილების დამუშავებით მიღებული მყისიერად სწრაფად მიღებული მაშასადამე ინფორმაცია იმის შესახებ ამ მომენტში განხორციელდა თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სადღაც იქ არ ვიცი ისრაელია როგორც ხედავთ ცენტრში ხო განხორციელებული იერიში ესე იგი ჯერ ერთი აქ იმპლემენტირებულია მაშასადამე ვოლიუმ კრიტერიუმი უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია უნდა დამუშავდეს რომ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ თავი მოებას და მეორე velocity სიზრაფე. ეხლა ეს მე რომ მიჩვენებდეს დაუშვათ 2 საათის წინანდელ ამბავს არ მაქვს სარგებელი ამ პორტალზე შესვლისგან, ხო? აი ახლა ამ მომენტში მინდა ანუ რამდენიმე წამიანი დაყოვნებით მინდა რომ ინფორმაცია მომეწოდებოდეს, ხო? და კიდევ ერთი ესე იგი ეს არის Kaspersky ჩვენთვის კარგად ცნობილი ანტივირუსი სერიოზული, რომელიც ასევე თავისი პროდუქტების ბაზაზე გენერირებული ლოგებიდან გვაძლევს ცოცხალ ვიზუალიზაციას იმის შესახებ, თუ სად ხდება, სად ხორციელდება შეტევები, საიდან სად, რა ტიპის შეტევები, როგორც ხედავთ, აი აგერ კლასიფიკაცია არის მოცემული, ესე იგი მოწყვლადობათა სკანირება მიმდინარეობს, თუ IDS იერიში, ანუ intrusion detection განხორციელდა დიდ მონაცემებზე დაფუძნებული ესე იგი ინფორმაცია. ვიმეორებთ, აი ეს ლოგები, Kaspersky-ის ლოგები, ახლა მაგალითად ჩვეულებრივ რელაციურ მონაცემთა ბაზაში რომ ინახებოდეს, ნამდვილად ცუდად არის საქმე. მას გადავიდეთ ახლა პრაქტიკულ ნაწილზე ჩვენ და ვთქვათ, აი ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ინსტრუმენტებია ის ინსტრუმენტები, რომლებიც დიდ მონაცემებთან
ესე იგი მიმართვას და ეფექტურ მიმართვას უზრუნველყოფს. ნუ პირველ რიგში მაინც ალბათ უფრო ტექსტურ მონაცემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და აქ აუცილებლად მოგდის თავში აბრევიატურა NoSQL. NoSQL მონაცემთა ბაზები. არა SQL-ური მონაცემთა ბაზები. ენა SQL-ის structured query language გახლავთ ის ენა სწორედ რომელიც დღესაც და სულ იქნება მე მგონი კაი ხანს თემ სოფლიოში უპოპულარულესი ენა მონაცემებთან მიმართვისთვის და იგი პირველ რიგში რელაციურ მონაცემთა ბაზებს უკავშირდება. ანუ იმ მონაცემთა ბაზებს, რომლებიც მაშასადამე ინფორმაციის თლიანობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს. Oracle, MS SQL Server პირველ რიგში ისინი გაგვახსენდება, როდესაც SQL ენაზე ვსაუბრობთ. პირდაპირ გვეუბნება აი ეს აბრევიატურა, რომ ჩვენ ვაკეთებთ მონაცემთა ბაზებს, რომლებსაც SQL-თან და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან არავითარი შეხება არ გააჩნია. ასეთი მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები, რომლებიც მონაცემთა ბაზის თლიანობაზე კი არ ზრუნავენ ბევრს, არამედ ზრუნავენ მონაცემთა სწრაფ დამუშავებაზე ძალიან ბევრი გახლავთ. და ჩვენ გვაქვს rating list-ი. შესაბამისი ეს rating list-ი ალბათ გამოადგებათ იმ მონაწილეებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი კარიერის განვითარებას მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მიმართულებით. აგერ ბატონო ჩემო, rating list-ი 500-მდე სხვა მონაცემთა ბაზა გახლავთ. ჩვენს განკარგულებაში მე 15 წელია ამ rating list-ს ვათვალიერებ, თუ მეტი არა და რაც თავი მახსოვს, სულ Oracle-ია აქ თავში. MySQL, Microsoft SQL Server, PostgreSQL, ყველა რელაციურები. ანუ მე როდესაც ჩვენ ხა ამ ტრენინგს რო ვატარებთ, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის კომპეტენცია, რაც თქვენ უკვე მიიღეთ რელაციურ მონაცემთა ბაზებში და რაშიც შეიძლება უკვე მუშაობთ, კიდეც უკვე აღარ გამოგადგებათ, ის უნდა დაივიწყოთ და ახალი ისწავლოთ. არავითარ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების ოპერატიულ დონეზე, როდესაც ჩვენ საბანკო ტრანზაქციას ვასრულებთ, არავითარი დიდი მონაცემები ჩვენ არ გვჭირდება არაფერში. იქ მთავარია, რომ ნამცეცის დონეზეც კი ბატონო? გასწავლთ. ბოლო ნამცეცის დონეზეც კი, ესე იგი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი. ამიტომაც დღესაც კი Oracle-ის სწავლა მიუხედავად იმისა, რომ Oracle-ს 40 წელი შეუსრულდა უკვე, თუ მეტი არა. MS SQL-ის სწავლა, რომელსაც 30 წელზე მეტი შეუსრულდა უკვე. MySQL-ი, რომელიც 25 წლის არის, ბატონო ჩემო, თუ მეტნაკლებად დაახლოებით, ეხლა ზუსტი თარიღი მთლად არ მახსოვს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ესენი არ უნდა ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ და მერე როგორ. უბრალოდ სხვა სეგმენტია, გააჩნია რა გვევალება, ჩვენი კარიერა საით მიდის. თუ ჩვენ ჩვეულებრივი რელაციური მონაცემთა ბაზების დეველოპერი ვართ, ნებისმიერ ორგანიზაციაში და სულ ვიშოვით სამსახურს. არა ისე რომ უმუშევრები დავრჩებით, მაგრამ ეს რელაციური მოდელები პირველ 4 ადგილზე და აგერ ჩვენი MongoDB, ეგრეთ წოდებული არარელაციური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა, ყველაზე პოპულარული ამ ყოველ შემთხვევაში ამ rating list-ის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას NoSQL მიმართვების ენით დიდ მონაცემებთან, მათ შორის დიდ მონაცემებთან ვიმუშაოთ. მე შედარებული მაქვს წარმატება MongoDB-სა, ესე იგი რელაციურ მონაცემთა ბაზებთან და შედარება არ არის. ბევრად უფრო სწრაფია და ამის დემონსტრირებას დღესაც ვაპირებ პრაქტიკულად ჩვენი ტრენინგის ფარგლებში. შეხედეთ მეგობრებო, ეხლა მე ლოკალურ MongoDB-ს გავუშვებ აქ თქვენთვის და აი ნახეთ როგორი უპასუხისმგებლო მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა გახლავთ. აი სრულად არ ზრუნავს იმაზე თუ რა ფორმა სტანდარტულად, იქ ჩვენ შეიძლება მე შეზღუდვები დავადოთ, მაგრამ სტანდარტულად სრულად არ ზრუნავს იმაზე რა სტრუქტურა გააჩნია ჩვენს მონაცემთა ბაზას. აი ნახეთ. ლოკალური სისტემა გახლავთ, ურბლოვანი ეკვივალენტიც არსებობს, რასაკვირველია, MongoDB shell, ასეთი, ესე იგი, სისტემა არის და ეხლა ნახეთ ერთ მარტივ ბრძანებას გავუშვებ. DB, ეს მონაცემთა ბაზა, მიმდინარე ტესტი ეწოდება, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზას. შემდეგ ქმნი ეგრეთ წოდებულ კოლექციას, რასაც ცხრილებს ვეძახით Oracle-ში. ამას აქ კოლექცია ქვია და სტრუქტურა განსხვავებული აქვს, ეგრეთ წოდებული დოკუმენტ ბაზირებული სისტემა გახლავთ, უწოდოთ კოლექციას დავუშვათ მაგალითად რა? კლიენტები. ჩემი კლიენტების სია
და არის ასეთი ფუნქცია, JavaScript ფუნქცია გახლავთ. ეგრეთ წოდებული დამხმარე ფუნქცია. მასში შემაქვს ინფორმაცია, JavaScript-ის ობიექტი არის, ესე იგი, სახელი კლიენტისა და მისი, უცრავად აქ გამომრჩა ფიგურული ფრჩხილები, name, ესე იგი, ველის სახელი, ვითომ სვეტის სახელია, თქვათ იგივე Oracle-ში და ესე იგი, დავუშვათ, აი, ჩავსვამ. არც წინასწარი განსაზღვრა, სვეტი ამ ტიპის იყოს, ტექსტი იყოს, Oracle-ში ახლა ცხრილს რო აკეთებთ, თქვენ იქ უნდა მიუთითოთ, სხვანაირად ცხრილს ვერ შექმნით, ხო? რომ სახელის ველი უნდა იყოს ვარჩარი, ბატონო ჩემო, ანუ სტრიქონი, ხელფასი უნდა იყოს number ტიპის და ასე შემდეგ. არაფერს არ გეკითხებათ MongoDB, აი, სულოდაგულო მეორე ჩანაწერს ჩავსვამ. აი, აგერ თქვათ, name-ის ნაცვლად ეს იქნება ესე იგი salary, თქვათ, ხელფასი. და მიუთითებ 2000 მაგალითად სიტყვაზე. არაფერი აბსოლუტურად. და ნახეთ ახლა როგორ რაღაცა ჩავსვი სახელი დავითი, ჩავსვი ხელფასი 2000. დავითის ხელფასია, ეს საინტერესოა. ნახოთ აბა DB რა დავარქვით, კლიენტები დავარქვით კოლექციას და find ბრძანება რომელიც ყველა ასე ვთქვათ დოკუმენტს კოლექციაში შედგება დოკუმენტებისგან, აქ დოკუმენტი ეწოდება. არა ბატონო, არა, დავითის არ არის ეს ხელფასი. დავითი ცალკეა, ცალკე ჩანაწერია, როგორც ხედავთ, აი აქ ცალკე დოკუმენტია და ეს ხელფასი ცალკე დოკუმენტია და ამ მომენტში მე არ ვიცი ეს ხელფასი ვისია და კაცმა რომ თქვას არც მაინტერესებს. აი ასე, როგორც იტყვიან, როგორც გურიაში იტყვიან, უპრაგონოთ ვაგენერირებ მაშასადამე მონაცემებს. ყოველგვარი წინასწარი ზრუნვის გარეშე მონაცემთა მთლიანობის შესახებ. აქ არის განახლების ბრძანება, დავითისთვის მე შემეძლო გვერდზე ხელფასი მიმეწერა. ან ხელფასისთვის მისი მფლობელის, ანუ სხვა სახელი, თქვათ გიორგის მიწერა შემეძლო. ამ სტრუქტურის გაწყობა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, MongoDB-ის, მოდი ასე ვთქვათ, პირველადი ამოცანა. მისი პირველადი ამოცანა არის, რომ მოაგროვოს სწრაფად ინფორმაცია და გასცეს სწრაფად ინფორმაცია. მილიარდობით დოკუმენტი, ან ტრილიონობით დოკუმენტი, ასე ვთქვათ. საერთოდ არ იტვირთება სისტემა, აი მთელი მონაცემთა ბაზის სერვერი MongoDB-ის ახლა მე აქ ლოკალურად მაქვს ჩემს კომპიუტერში, ხო? გადავიდეთ აბა task manager-ში და ვნახოთ როგორ თვირთავს იგი ამ მომენტში სისტემას. ეხლა Oracle-ის სერვერი რომ მქონდეს მე აქ დარეგისტრებული, აი თავში იქნებოდა აი მეხსიერების დატვირთვის ამბავში, ან პროცესორის არა იმდენად, მაგრამ მეხსიერების დატვირთვის ამბავში Oracle აქ თავში იქნებოდა სადღაც ამოსკუპებული. წაიღებდა, ესე იგი 16 გიგაბაიტიდან 3-4 გიგაბაიტს ისე ცარიელ მდგომარეობაში წაიღებდა. ხორმუცელაა. MongoDB აი სად არის, ნახეთ, ესეც არა, ეს shell-ია და თვითონ MongoDB-ის პროცესი უნდა მქონდეს აქ სადღაც. ვერც ვაგნებ, როგორც ხედავთ, თუ რაღაცა იქნება, ხო? სერვერი დაშვებული სერვისის სახით. 100 მეგაბაიტი უჭირავს სადღაც და ისიც არა, ასე ვთქვათ. ასეთი ამბავია მეგობრებო. ხო? ძალიან, ესე იგი, ეკონომიურად თუ ძალიან არ დავტვირთავთ, იგი ძალიან ეკონომიურად იყენებს მაშასადამე კომპიუტერულ რესურსებს. და აქ მე შემიძლია მილიონობით ჩანაწერი უცებ ჩავსვა, მყისიერად მექნება პასუხი, მყისიერად მექნება, ესე იგი, მონაცემთა ჩასმის ოპერაცია მყისიერად განხორციელდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ეგრეთ წოდებული არაSQL-ური მონაცემთა ბაზა და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა. ჩვენ ბევრი ასეთი არაSQL-ური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა გაგვაჩნია, მეგობრებო. თქვენ, როდესაც აი იგივე მაგალითად JobsG-ზე სამუშაოს აღწერილობებს წაიკითხავთ საქართველოში ამ დიდ მონაცემებთან მუშაობის და კერძოდ აი არაSQL-ურ მონაცემებთან მუშაობის ბაზარი არის ძალიან განვითარებული. და სამუშაოს აღწერის დროს შეიძლება წააწყდეთ ისეთ მოთხოვნებს, როგორიც არის მაგალითად იგივე MongoDB. შეიძლება წააწყდეთ ეგრეთ წოდებულ Databricks. ეს არის ის დემონსტრირებასაც მე დღეს ვაპირებ, ანუ ჩვენებას თუ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა. Microsoft Azure-ის ბაზაზე. არაSQL-ური ბაზებიდან
შეიძლება წააწნეთ Elasticsearch-ის სპეციალისტი მოითხოვონ, ან Cassandra ბაზის სპეციალისტები მოითხოვონ, პოპულარული გახლავთ ძალიან ეგრეთ წოდებული ფართოსვეტური მონაცემთა ბაზები, სადაც ესე 90 გრადუსით არის მონაცემთა სტრუქტურა შემოტრიალებული, რაც იმაში რა ქვია, სტრიქონი იყო Oracle-ში, აქ სვეტად არის ქცეული და პირიქით წარმადობისთვის აღნიშნულ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. Hive კიდევ ერთი არაSQL-ური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა, რომელსაც SQL-ით შეგიძლიათ მიმართოთ. და ეხლა მივაგენით უკვე და მივადექით, ასე ვთქვათ, ღრუბლოვან სერვისებს, აგერ მე-17 ადგილზე ერთ-ერთი პოპულარული ასეთი სისტემა Amazon DynamoDB. დიდი მონაცემები, რა თქმა უნდა, ღრუბლოვან სივრცეში ძალიან პოპულარულია და აღნიშნული, ესე იგი, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Amazon-ის ღრუბლოვან სერვისებზე, ყველაზე პოპულარულ ღრუბლოვან სერვისებზე, თუ მონაცემთა ბაზების დანერგვა გსურთ, აი ეს უნდა ისწავლოთ Amazon DynamoDB და სხვა, ნუ მთელი ამბებია, მოკლედ აქ მეგობრებო. ბევრი მონაცემთა ბაზა, ალბათ პირველ რამდენს, მე ესე ვიტყოდი, რომ პირველ 50-ს უნდა დავჯერდეთ, შეიძლება ითქვას, დანარჩენები უკვე ესეთ ყოველ შემთხვევაში საქართველოში არ მსმენია, რომ ვინმე სჭირდებოდეს აი 50-ის შემდეგ შედარებით იშვიათად. თუმცა Google Cloud Data Store აგერ არის 77 პოზიციაზე და Google-ის ღრუბელში ვინც მუშაობს, შეიძლება Google Cloud Data Store-ით დაჭირდეს. ხო, აი ესეთი ამბავია და პრინციპში როგორც თქვით, განსხვავებული სისტემები, განსხვავებული ასე ვთქვათ, მიდგომები და რა მიდგომებია ახლა ეს? აი რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მონაცემთა, ესე იგი, დიდ მონაცემებთან ეფექტურად ვიმუშაოთ. რამდენიმე ტერმინი მინდა მოგიყვანოთ ჯერ პრაქტიკული დემონსტრირების გარეშე და შემდეგ ერთ პრაქტიკულ დემონსტრაციასაც განვახორციელებთ ჩვენ. აი პირველი ტექნოლოგია ერთდროს უპოპულარულესი 10 წლის წინ, ახლა ძალიან პოპულარული. ანუ 10 წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მიმართულებით Hadoop იყო ერთადერთი, დღეს კონკურენტები გამოიწვიდნენ ღრუბლოვან სივრცეში განსაკუთრებით, მაგრამ მაინც ძალიან ინტენსიურად გამოიყენება. დიდ მონაცემებთან მუშაობის პლატფორმა უფასოა, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დაინსტალიროთ, ამუშაოთ. მე პრინციპში მომზადებული მაქვს ლოკალური იმიჯი, ჩემთვის სამკვანძიანი კლასტერი VirtualBox-ზე მუშაობს. ვერ შეგვირდებით, რომ გამოგზავნას მოვახერხებ, იმიტომ რომ საერთო მოცულობა მხოლოდ ერთი იმიჯი 60 გიგაბაიტია, 3x60, ესე თქვენი 180 გიგაბაიტი და არ ვიცი სადავტვირთო, მაგრამ პრინციპში თავის დროზე შევძლებ რომ ლოკალური ასკი მოგაწოდოთ, თუ გექნებათ ამის სურვილი. ხო, რა არის ახლა Hadoop-ი? ანუ ფაილთა განაწილებული შენახვის და მართვის სისტემა. Hadoop-ი მუშაობს ფაილური სისტემის დონეზე. აი მე 400 მეგაბაიტიანი ფაილი გიჩვენეთ, როგორც ჯერ კიდევ არა დიდი მონაცემი, მაგრამ აი დიდ მონაცემთან მებთან მიახლოებული. არსებობს ფაილები, მეგობრებო, რომელთა ზომები ტერაბაიტებში იზომება, პენტაბაიტებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ თქვენ ერთი უზარმაზარი ფაილი, ერთი დიდი ფაილი, კომპიუტერული ფაილი, რომელიც ესე იგი მოითხოვს ჩაწერას და წაკითხვას. ჩაწერა, წაკითხვა, ფაილებზე მეც აბა რას ვაკეთებ, ხო? ფაილიდან უნდა წავიკითხოთ და ფაილში უნდა ჩავწეროთ. ესე იგი, saves როდესაც Word-ის დოკუმენტზე ვაჭერთ, გასაგებია, იწერება, ხოლო როცა ხსნით opens, ხორციელდება ფაილის წაკითხვა. Hadoop-ის დახმარებით ხერხდება შემდეგი რამ. იქნება კვანძები, საცავები, ასე ვთქვათ, მონაცემთა საცავის კვანძები, ეს შეიძლება იყოს 20 სხვადასხვა სერვერი, ან 50 სხვადასხვა სერვერი, ან 50 სხვადასხვა ვირტუალური სერვერი. და ერთი დიდი უზარმაზარი ფაილი Hadoop-ის დახმარებით შეიძლება დახლეჩილი იქნას 20 ან 50 ფრაგმენტად
და შეიძლება იქნას შენახული სხვადასხვა ლოკაციაზე. ესე იგი, ერთი უზარმაზარი ფაილი დავაჭირეთ შენახვის ღილაკს, ნიშნავს რომ 20 სხვადასხვა სერვერზე ფაილის სხვადასხვა ფრაგმენტები განსხვავებული ერთმანეთს რო არ ემთხვევა ისეთი ფრაგმენტები წავიდა 20 მაგის სიჩქარით შევინახეთ წაკითხვა რომ მოვინდომეთ 20 მაგის სიჩქარით ამოვიკითხეთ და გამოვიტანეთ წავიკითხეთ ფაილიდან ინფორმაცია ეს არის ის რასაც ესე იგი Hadoop-ი ეწოდება და მეორე ეს გახლავთ ესე იგი Hadoop-ი თქვით რომ მოქმედებს ფაილური სისტემის დონეზე მაშინ როდესაც მეორე უპოპულარულესი სისტემა დღეს მათ შორის საქართველოს ბაზარზეც თქვენ ბევრ განცხადებას წააწყდებით Apache Spark-ის სპეციალისტები ძალიან მოთხოვნადები არიან ჭირდებათ მაშასადამე სწორედ დიდ მონაცემთა დასამუშავებლად დიდ მონაცემთა მაღალი სიჩქარით დასამუშავებლად Spark-ი ეს არის სერვისის ეს არის დიდ მონაცემთა დამუშავების სისტემა რომელიც ტერაბაიტობით ინფორმაცია აი წარმოიდგინეთ რომ გაქვთ 100 ტრილიონი რიცხვი და მოთხოვნილია რომ აი ამ 100 ტრილიონი რიცხვიდან თითოეულის მნიშვნელობა ერთით გაიზარდოს მერწმუნეთ რომ ჩვეულებრივ კომპიუტერში ამას საათები და დღეები დაჭირდება Spark-ის დახმარების Spark-ის ესე იგი განაწილებული მაშასადამე Spark-ის განაწილებული დამუშავების მექანიზმის დახმარებით აი ეს ოპერაცია ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება შესრულდეს. აგებთ ეგრეთ წოდებული Spark-ის კლასტერს და აღნიშნული კლასტერის დახმარებით თქვენ ძალიან აჩქარებთ მონაცემთა დამუშავებას და კერძოდ დიდი მონაცემების დამუშავებას. კარგი ამბავი ძალიან აქ ის არის რომ თუ კეთილს ვინებებთ და თავს შევიწუხებთ, თუმცა დღეს ამას ალბათ არავინ აკეთებს, ყოველ შემთხვევაში მე არ მეგულება რომ საწარმოო დონეზე ვინმე ამას აკეთებდეს, მაგრამ თუ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ, ხელმძღვანელობა ძალიან გაუხარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ გაგვიხარდება, თუ ცნობის მოყარებით არ ვართ, რა თქმა უნდა, შეპრობილები და დრო არ გვაქვს თავისუფალი ბლომად, მაგრამ მინდა გითხრათ რომ თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ხელმძღვანელობას რომ 50 ახალი კომპიუტერი მოიტანე, ხო, ძველ კომპიუტერებს რას უპირებ? გადაყრას უპირებ? რას ლაპარაკობ? მიბოძე 50 კომპიუტერი აქეთ, ერთ ოთახს, ერთ კლასს, ერთ ლაბორატორიას თუ დამithმობ, მე განვათავსებ ამ 50-ვე კომპიუტერს აქ, ავაწყობ Hadoop-ს 50 კვანძიან Z დავაშენებ Spark-ს და ხელმძღვანელობას ვეთქვი რომ ღრუბლოვან სერვისებში კაპიკის გადახდა არ გიწევს. აგერ მომეცი შენი ამოცანები, დიდ მონაცემთა დამუშავების ამოცანები და აგერ აი ამ საცოდავი კომპიუტერების დახმარებით იმავე ეფექტით მოგცემ შედეგს. არსად ერთი ოთახი მომეცი და ღრუბლოვან სერვისებში ფულს ნუ გადაიხდი. აბსოლუტურად. რა თანხებზეა საუბარი ჩვენ თანხებს ვერ შევეშვებით მეგობრებო, იმიტომ რომ ბოლო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ბიუჯეტია, ხომ ასეა? აი Hadoop-ი აი ეს ფაილთა განაწილებული შენახვის კლასტერი რომ ააწყოთ თქვენ მაგალითად Microsoft Azure-ის Cloud-ში უშინწინდელი ტრენინგიდან გახსოვთ ალბათ იქ მიმოვიხილეთ ჩვენ რამდენიმე სერვისი Microsoft Azure-ის Cloud-ისა და ეს რომ იქ აამუშაოთ დაგიჩნდებათ საათში 5 ამერიკული დოლარი. საათი $5. ესე იგი 24 გამრავლებული 5-ზე რამდენია? დღეში $120, ბატონ ჩემო 120 გამრავლოთ ახლა 30-ზე $3600 უნდა გადაიხადოს Hadoop-ის ისეთი საკმაოდ მოკრძალებული კლასტერისთვის, 3 კვანძიანი კლასტერისთვის. შეიძლება არც გეყოთ. თუ ძალიან დიდი მონაცემები, ბევრი და დიდი მონაცემები გაქვთ და ამ დროს ეხლა თქვენ ვიღაცას თუ ეტყვით რომ აგერ მე ვიწვალებ ჯანდაბას და სამაგიეროდ ეს $3600 დაგეზოგება, მენეჯმენტს რა თქმა უნდა გაუხარდება. მაგრამ იქვე ეს ჩვენ შორის დარჩეს მენეჯერები იმედი არ გვირევიან, ეხლა აქ და ყველანი ტექნიკოსი ხალხი ვართ. არ იქნება ურიგო თუ გავაფართოებთ ჩვენს შეთავაზებას, იმით რომ იმ $3600-დან $1800 50% პრემიის სახით დაგვერიცხოს. მაგრამ მენეჯერები ხა მოინდომებენ სავარაუდოდ რომ ყველა მიწოდეს ეს Hadoop-ის აწყობა და ეს სისტემა ზოგადად. ალბათ მომავალი მოთხოვნა დამსახურებებს ეს იქნება ალბათ. ხო. დღეს ესე იგი ფაქტობრივად მენეჯერი ბოდიში ამ სიტყვისთვისაც ძალიან თავხედი უნდა იყოს, ეს რომ გაგიბედონ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ
თავისთავად ლოკალურად ამის ყველაფრის მოწყობა ეს არის დიდი მოცულობის ტექნიკური სამუშაო. საკმაოდ ესე იგი დიდი ძალისხმევა ჭირდება Linux ოპერაციულ სისტემას სამუშაობის გამოცდილება, ამ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება, თან მიაქციეთ ყურადღება, რომ Hadoop-ის აწყობა, Spark-ის აწყობას და სხვა სერვისების აწყობას ავტომატურად არ გიშოს. ესე იგი თითოდ ჯერ Hadoop-ი უნდა აწყოთ, მერე Spark-ი უნდა დააშენოთ და ასე შემდეგ და ყველა სერვისი ცალ-ცალკე უნდა დაამატოთ. ერთხელ რომ მოეწყობა, მერე მუშაობს არაჩვეულებრივად. მაგრამ აი ეს პირველადი კონფიგურაცია განსაკუთრებით არა ფიზიკურ გარემოში პრინციპში იგივეა, მაგრამ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შეზღუდული ბიუჯეტისთვის ალბათ, როდესაც სამუშაო ძალა არ გვენანება, ასე ვთქვათ, მაშინ კი კარგი გამოსავალია. მაგრამ რასაც აკეთებს დღეს რეალური ბიზნესი და დაუბრუნდით ჩვენი გუშინწინდელი ტრენინგის ამბავს, მეგობრებო, რასაც რევანდელი ბიზნესი რეალურად აკეთებს და რასაც ორგანიზაციები მოგთხოვენ, ეს არის იგივე ამბავი ღრუბლოვან სივრცეში. იგივე სერვისი, უამრავი ღრუბლოვანი სერვისი არსებობს. აქ რასაც მე წარმოვადგენ, Hadoop-ი არ აქვს, არ გააჩნია ბექგრაუნდში. Microsoft-ი ამბობს, რომ ფაილთა განაწილებულ შენახვაზე შენ არ იზრუნო, მე ამას ესე იგი თავად უზრუნველყოფ. ეს არის ესე იგი სიტუაცია, მოდელი, როდესაც ვიყენებთ ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ ცნობილ და ძალიან პოპულარულ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში პოპულარულ ღრუბლოვან სერვისს დიდ მონაცემებთან სამუშაოდ, რომელსაც ეწოდება Databricks-ი. თავისთავად ეს Databricks-ი ცალკე სერვისია, ონლაინ სერვისი, იქ უფასოდ პრინციპში თითქმის არაფერი არ არის, Databricks შეგიძლიათ ესე იგი გადახვიდეთ აღნიშნულზე. აი databricks.com-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ. Try Databricks-ით ძალიან მინიმალური ფუნქციონალის გასინჯვის საშუალება გაქვთ და აღნიშნული სერვისის ერთ-ერთი მასპინძელთაგანი გახლავთ სწორედ Microsoft-ი თავის Azure პლატფორმაზე Databricks სერვისის აწყობის საშუალებას იძლევა და აი ეს არის ესე იგი კოდი, მაგალითები, დიდ მონაცემთა მაგალითები, რომლებიც შეიძლება Databricks-ზე გაეშვას. მეორე ვარიანტი, ესე იგი, ხო, ეს ერთი ვთქვით, რომ მუშაობს Spark-ის პლატფორმაზე. ანუ ინფორმაციის დამუშავების, ესე იგი, ყველაზე სწრაფი ალგორითმის გამოყენებით. მეორე სერვისი, რომელსაც Azure თავაზობს, Microsoft, ეხა AWS-ზე ალტერნატიული სერვისები კი გავტესტე, მაგრამ მაინც და მაინც დიდად იქ არ მიმუშავია, ეს არის HD Insight. თუ თქვენ გსურთ, რომ მეტი თქვენ თავზე აიღოთ, აი ეს არის რაც საათში $5 ღირს. აი ეს, ესე იგი $5. Databricks-ი ბევრი არ არის, მაგრამ საათში ბევრია. ხო, საათში წარმოგიდგენიათ? აი, ესე იგი რა ფულები უნდა გქონდეს. თან ახლა გიჩვენებთ კლასტერს მე არ არის იმხელა სიმძლავრის კლასტერი, რომ ძალიან ბევრიც დაამუშავოს. ჩვენი ბევრი ბანკი დაუშვათ, რასაც ფლობს ან ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რასაც ფლობენ დიდ მონაცემებს, იმას ეს $5-იანი სქემა შეიძლება არც ეყოს. შეიძლება არც ეყოს, იმდენად დიდი მონაცემები გენერირდება. Spark-ის შემთხვევაში ეს, ხო, Spark-ის შემთხვევაში ეს არის, როგორც ვთქვით, Azure, ანუ Databricks-ი, რომელიც აი ამ Spark-ს ამუშავებს, გახლავთ უკვე საათში დაახლოებით ჯდება $2.5. და აქ ესე იგი პლუსი აი ამ მიდგომის არის ის, რომ ეს საქმეს რო გააკეთებს, შეგიძლიათ გააჩეროთ და მერე ფულს აღარ დაწერს. ანუ მიუშვებთ მოთხოვნას და ესე იგი დიდ თანხას აღარ დაწერს, იმიტომ რომ მარტო საჭიროებისამებრ იყენებთ. აი ეს Hadoop-იანი, ესე იგი აქ არის, ესე იგი Hadoop plus Spark-ი, ყველაფერი უმაღლესი ეფექტურობის სისტემა თუ გსურთ რომ მოაწყოთ, საათში $5 ერთი, მაგრამ გაჩერების საშუალება არ გაქვთ. ანუ ამას რო შექმნით, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ რაღაცა უზარმაზარი, კატასტროფული დავალება ამოცანა გაქვთ, მიუშვათ, ამუშაოთ 10 საათი ბატონო ჩემო და
შემდეგ წაშალოთ რა, მოაშოროთ, იმიტომ რომ გაჩერების საშუალება არ გვაქვს. ხო? რეალურად, ესე იგი, აი აქ იმ საილუსტრაციო მაგალითები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, ზოგიერთი იმდენად დიდი მონაცემია, რომ დიდი ხანი ჭირდება აღნიშნული მონაცემების დამუშავებას. მე ჩემი, ესე იგი, გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ აქ მეგობრებო, აი ამ ზაფხულს მოხდა ზუსტად ერთ-ერთი მაგისტრატურაში ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი, ვინც დიპლომს იცავდა, ესე იგი, Google Maps-ის მონაცემებს ამუშავებდა, აი ტრაფიკის ამბებს რო გვიჩვენებს, ხო, გადატვირთული და ასე შემდეგ. ტრაფიკის, Google-ის ტრაფიკის მონაცემებს ამუშავებდა, ესე იგი, ტიკეტი ავწია, ასე ვთქვათ, მომეცა უფლება, რომ მემუშავებინა, ესე იგი, Databricks-ი და ესე იგი, დაიწყო მუშაობა ზაფხულია, ბატონო ჩემო, მე თანხმობა გავეცი, ამ დროს ზუგდიდში ვარ და საერთოდ არ მახსოვს ეს Databricks-ი და Spark-ი ვის რა შეაინტერესებს. გავიდა 2 კვირა, ბატონო ჩემო, შევხედე ისე შემთხვევით და რას ხედავ რომ დაუწერია სადღაც უკვე $600-მდე ხარჯი. ერთი თვით ჰქონდა, ასე ვთქვათ, ნაქირავების სასწრაფოდ დაუკავშირდი მაგისტრანტს და უთხარი რომ რა ასაკეთებ, მღუპავ, უთხარი ამაზე პასუხს მომთხოვე. და დაბეჭდებით ურჩიერო, ესე იგი 2 კვირის მონაცემებით დაკმაყოფილებულიყო და დაუყოვნებლივ გავაჩერებინე. ანუ რეალურად ესეც ორგანიზაციის ბიუჯეტს ძალიან დააწვება ხოლმე, თუ რეალურ დიდ მონაცემებზე არის საუბარი. ამიტომ ალტერნატივა რომ ეს ყველაფერი ლოკალურად მოვაწყოთ თეორიულად, მაგრამ მაინც არსებობს. როგორ ხორციელდება აღნიშნულის ესე იგი მოწყობა, ასე ვთქვათ, აი მაგალითად ღრუბლოვან სივრცეში, ისე ღრუბლოვან სივრცეს რო დაუბრუნდეთ. აი ამ Databricks-ის აქტივაციას როცა განახორციელებთ თქვენ და ამის გატესტვა შეგიძლიათ, Azure იძლევა ხო, სადღაც $300 თუ $150 თავისუფალ კრედიტს აძლევს ყველა მომხმარებელს, ამას როდესაც გატესტავთ, თქვენ შეგიძლიათ workspace-ზე გადმოხვიდეთ და აი აქ ახლა მე ამ მომენტში სამწუხაროდ უფლება არ მაქვს რომ ეს გავაკეთო, მაგრამ მონაცემებს კი შევხედავთ აუცილებლად. აი შეგიძლიათ მოაწყოთ კლასტერი, თქვენს განკარგულებაში გადმოვა 4 ბირთვიანი ასე ვთქვათ, კვანძი კლასტერისა, 2 კვანძი მინიმალური რაოდენობა, ესე იგი 2 სერვერი იქნება თქვენს განკარგულებაში და ერთი ეგრეთ წოდებული master სერვერი დაემატება. ხოდის გიხდით, აი ხა მე აქ create-ს რო დავაჭირო, შეიქმნება 3 კვანძიანი კლასტერი, რომელიც დატვირთვების გასდასთან ერთად ავტომატურად ესე იგი 8 კვანძიან კლასტერამდე ავა. თითო კვანძი 16 გიგაბაიტი და 4 ბირთვიანი. ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და 8 ბირთვამდე თუ ავა დატვირთვა, გასაგებია რომ იქ 2.5-ს კი არა $10 დაწერს ხარჯს, ასე ვთქვათ, ხო? არჩევანი დიდია, მეგობრებო. როგორც ვირტუალური მანქანების შემთხვევაში, აქაც არჩევანი დიდია და გთხოვთ მიაქციოთ თქვენი ყურადღება, ეს ძალიან მოგეწონებათ, მეგობრებო. აქ არის ესე იგი შესაძლებლობა იმისა, რომ აარჩიოთ GPU accelerated მოდელი. ძალიან ძვირი რასაკვირველია, მაგრამ Azure გეუბნებათ, რომ მე მაქვს ასეთი მონაცემთა ცენტრები და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ იმისთვის რომ დავამუშაოთ მანქანური დასწავლის ამოცანები გაუშვათ, ეს საშინელი ამოცანები, რომლებიც უამრავ რესურსს მოითხოვს, რა თქმა უნდა, მილიონად გვიღებს, რომ გრაფიკული ადაპტერები გქონდეს ბევრი. აგერ ერთი გრაფიკული ადაპტერი 440 გიგაბაიტი მეხსიერებით, აქ ნამდვილად ვერ ბედავ ფინანსურ მხარეზე ვისაუბრო საკითხის, ნამდვილად დიდი ამბავია. კიდევ 2 გრაფიკულ ადაპტერიანი პლატფორმა, რომელსაც თავაზობთ თქვენ Microsoft Azure, როგორც ღრუბლოვან სერვისს, ასე ვთქვათ, და დანამდვილებით თქვენი მანქანური დასწავლის ამოცანა, აი მოდელის დატრენინგებას რომ დააპირებთ, ყისიერად შესრულდება ძალიან მალე და ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ანუ სტანდარტული სერვერების სქემების გვერდზე აგერ თქვენს განკარგულებაშია, ესე იგი მათ შორის გრაფიკული ეს NVIDIA-ს, პირველი და ერთადერთია დღეს სოფლიოში მოგეხსენებათ ამ ეტაპზე, აი NVIDIA-ს GPU-ებით, ანუ გრაფიკული პროცესორებით აღჭურვილი პლატფორმა აგერ ჩვენს განკარგულებაში. ასევე მნიშვნელობა აქვს რა ინსტრუმენტს ვირჩევთ, ასე ვთქვათ, და
ყველგან შეხედეთ მეგობრებო, აი რასაც აქ ახლა აირჩევთ თქვენ, ესე იგი არის ანუ გვაქვს სკალა ეგრეთ წოდებული, ანუ runtime-ი, ანუ რასაც აქ ხედავთ, ესე იგი სქემებს, ეს არის ყველა მორგებული, ანუ Spark-ზე მუშაობს ძალიან სწრაფად და იყენებს დაპროგრამების ენას სკალას. ჩვენ მივეჩვიეთ და ყველას ახლა ყველა ამბობ Python-ი. სულ Python-ი. რატომ? იმიტომ რომ Python-ისთვის არის ყველაფერი შექმნილი, აბსოლუტურად. თუ კი სადმე ან ხელოვნურ ინტელექტზე, ან მანქანურ დასავლაზე, ზოგადად პროგრამირების პირველი კურსიდან აქ დამემოწმებიან, იაზონი დამემოწმება, სხვა კოლეგებიც თუ აკადემიურ პერსონალი არის, აი როდესაც ჩვენ საუბრობთ კურიკულუმის შედგენაზე, სულ გაისმის, რომ ახლა უკვე მორჩა Python-ით დავიწყოთ. ყველაფრის სწავლა Python-ი და Python-ი. დიდ მონაცემთან დამუშავებაშიც დომინირებს პროგრამირების ენა Python-ი, მაგრამ თუ თქვენთვის შესრულების სისწრაფე ძალიან კრიტიკულია, მაშინ ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ და თუ კონკრეტულად ან ჩვენ ვისწავლოთ, ან ჩვენ სტუდენტებს ვასწავლოთ დაპროგრამების ენა Scala. ეს სწორედ Spark გარემოსთვის სპეციალურად შექმნილი დაპროგრამების ენა გახლავთ, რომელიც სხვათა შორის სინტაქსით ძალიან დიდად Python-ისგან არ განსხვავდება. აი, Python-ი ვინც იცის სტუდენტმა ის Scala-ს ისწავლის, საკმაოდ ადვილად და მარტივად, მაგრამ ეს არის მშობლიური ენა დაპროგრამებისა Spark გარემოსთვის და აღნიშნული ენის ესე იგი აღნიშნულ ენაზე შექმნილი კოდი გვაძლევს წარმადობაში გარკვეულ მოგებას. გადამწყვეტს არა, გადამწყვეტი რა თქმა უნდა იქ Spark-ია, ის ძრავა როგორ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში Python-ის შემფუთავი, რაც აუცილებელია Spark-ის ამოცანების შესასრულებლად, საჭირო უკვე აღარ არის. გარკვეული, ესე იგი, წარმადობის ასე ვთქვათ, წარმადობაში გარკვეული მოგება უკვე ჩვენს განკარგულებაშია. ასე რომ Python-თან ერთად აღნიშნული პროგრამირების ენის გამოცდა, გატესტვა ძალიან კარგი იქნებოდა თუ თქვენ დიდ მონაცემთან და Spark-ით დამუშავებას აპირებთ. აი ასეთი ამბავი მეგობრებო და პრინციპში გადავიდეთ ახლა ჩვენ უფასო ნაწილზე. უამრავი ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ დიდ მონაცემთან დაკავშირებული ამოცანები, მათ შორის მანქანური დასწავლის თემატიკასთან დაკავშირებული ამოცანები უფასოდ გავაკეთოთ პატარა მონაცემთან აკრებებისთვის, რასაკვირველია, არა დიდებისთვის და ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, გახლავთ Google Colab, ჩვენი Google-ის, ესე იგი, მიერ დამუშავებული development პლატფორმა, კოლაბორაციის პლატფორმა Colab-ი ესე იგი ითარგმნება. ხოლო რაც შეეხება დამუშავების გარემოს, ჩვენ პრინციპში ვთქვით, რომ Python-ია თავიდან ბოლომდე ძირითადი პროგრამირების ენა, თუ მაინც და მაინც ისეთ კონკრეტულ რაღაცას არ ვიყენებთ, რასაც მაგალითად Spark-ი ეწოდება. და თვითონ Python-ზე შექმნილი კოდი კი თავს იყრის ეგრეთ წოდებულ ნოუთბუქებში. დიდ მონაცემთან მუშაობისთვის აუცილებელია ვიქონიოთ ნოუთბუქები და ჩვენი კოდი შევქმნათ ნოუთბუქებში. ყველაზე ეფექტური გზა გახლავთ მაშასადამე სწორედ ნოუთბუქი. აქ რამდენიმე ნოუთბუქი არის პრინციპში მოცემული, რომელთა დახმარებითაც ჩვენ შეიძლება დიდ მონაცემთა დამუშავების, მათი ვირტუალიზაციის, მანქანური დასწავლის ამოცანები ავამუშაოთ. ხო, ნუ ესეთი პატარა მაგალითად, რომლის საშუალებითაც, მანქანური დასწავლის ესეთი მინიმალური ამოცანა ხორციელდება, რასაც ხედავთ, ნაცნობს ხედავთ აქ ყველაფერს კოდი ნოუთბუქზე, შესაბამისი ბიბლიოთეკების ჩამოტვირთვა ბატონო ჩემო, მოდელის აგება, ტრენინგის ჩატარება, ანუ მოდელის დატრენინგება და შედეგების მიღება. აი ეს კონკრეტულად ეს ნოუთბუქი შედგება ერთადერთი უჯრისგან Python-ის კოდით, თუმცა ნოუთბუქები ასევე შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე უჯრისგან. აქ ბევრი ასეთი ნოუთბუქებია ჩვენს განკარგულებაში და ნებისმიერი მათგანის, ასე ვთქვათ, ამოქმედება, ამოძრავება შეგვიძლია. მაგალითად, აი ნოუთბუქი, რომელიც ღრმა დასწავლის მარტივ ამოცანას ასრულებს, ნოუთბუქი ვირტუალიზაციის ამოცანებისთვის, ასისტირებული მანქანური დასწავლის
ყველაფერი ეს არის მაშასადამე სატესტო ამოცანები და სატესტო გარემო, მეგობრებო, იმიტომ რომ მე აქ არანაირი ფასიანი აბონემენტი Google-თან არ გამაჩნია. მე აქ არ შემიძლია რომ ვამუშაო ეს ამოცანები რეალურ დიდ მონაცემებთან. სამწუხაროდ ამას საკმაოდ დიდი თანხა ჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ეს ნოუთბუქი ავამუშაოთ, თქვათ, აი ეს მაგალითად 1000 მეილიანი ტექსტური ფაილის დიდი მონაცემი ძნელად შეიძლება დაერქვას, მაგრამ 1000 მეილიანი ტექსტური ფაილი გახლავთ და ამ მეილებში წინასწარი დატრენინგების საფუძველზე არკვევს. არის თუ არა, შეიცავს თუ არა მეილი სპამს და არის თუ არა იგი განიხილება თუ არა იგი სპამ, როგორც სპამი და განიხილება თუ არა იგი როგორც ნორმალური ელექტრონული წერილი. ნუ პრინციპში ჩვენი მანქანური დასწავლა არ არის ჩვენი დღევანდელი ტრენინგის ასე ვთქვათ თემატიკა, მაგრამ გასაგებია როგორც ხდება ეს ყველაფერი სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით, ესე იგი ასისტირებული, არა ასისტირებული და მე იქ უკვე ღრმა დასწავლა და მთელი ამბები. ყველაფერი ასე ვთქვათ ნოუთბუქების გარემოში არ ვიცი, ხა მე ამას გავუშვებ ამ ნოუთბუქს. ეს ფაილი მაქვს თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ მოვიძიო. პირველი უჯრა ეშვება, Python-ის კოდია თავიდან ბოლომდე როგორც ხედავთ. და აბა შევარჩიოთ ფაილი. ერთი წამით მე მექნება ესე პატარა დაყოვნება, რათა აღნიშნულ ფაილს მივაკვლიო. მივაკვლიე თუ არა სხვა ნოუთბუქს გავუშვებ. ახლავე სპამი არა სპამი. ხო, კეთილი. ნუ ნოუთბუქების მეტი რა გვაქვს? ამას დავხურავ და რომელიმე სხვას შევარჩევ. ნუ მაგალითად აი ამ ნოუთბუქს. დიდ მონაცემებთან მუშაობის და ვიზუალიზაციის საშუალება გახლავთ, აი რეალური დიდი მონაცემი. ეს სინთეტური მონაცემები გახლავთ, არა ნამდვილი, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 1 მილიარდი მონაცემისგან შემდგარი მონაცემთა სიმრავლე გვაქვს და გავუშვებთ აღნიშნულს. ნახოთ, რამდენი ხანი დაჭირდება, ალბათ საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდება, იმიტომ რომ უფასო რესურსს ვიყენებ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც მივიღებთ, ეს უნდა იყოს, ესე იგი, ვიზუალიზებული, აღნიშნული მონაცემები, ვიზუალიზებული დიდ მონაცემებს თავიანთი საშუალებები გააჩნიათ ვიზუალიზაციისა, ერთ-ერთი data shader-ი აქ არის წარმოდგენილი, თან ნახოთ, რას მივიღებთ შედეგში. ძალიან მალე ვერ აკეთებს, როგორც ხედავთ, მეგობრებო, იმ მიზეზის გამოც, რომ Google-ი რადგან უფასოა, თავაზობს შეზღუდულ რესურსებს, აღნიშნული დიდი მონაცემების დასამუშავებლად. დაველოდოთ და პრინციპში კითხვები თუ გვაქვს, იქამდე სიამოვნებით გიპასუხებთ. იქნება აუდიტორიას. მე გამიჩნდა ესეთი შეკითხვა, ახლა ქართული მსხვილი კომპანიები ამ თავიანთ big data-ს სადამუშავებენ ესეთ სტატისტიკა თუ არის? ყოვლის მომცველი სტატისტიკა არ მაქვს. ერთადერთი რასაც შემიძლია დავეყრდნო და ეს იქნება მეტნაკლებად ზუსტი მაინც ალბათ. რასაც შემიძლია დავეყრდნო არის საუბრები ჩემს მაგისტრანტებთან. საქართველოს 2-3 უნივერსიტეტში, რომლებიც მაშასადამე ამუშავებენ დიდ მონაცემებს, აი დაახლოებით ასე. Spark-ის გამოყენებით, Apache Spark-ი, როგორც თემსოფლი, დამთავრდა. ხო, რამდენი წამი დაჭირდა? საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა. 10 წამი ალბათ, მეტი არ არის. ხო, განახორციელა ვიზუალიზაცია, ეგრეთ წოდებული data shader-ის დიდ მონაცემთა ვიზუალიზაცია და აქ ხედავთ, ასე ვთქვათ, როგორ არის გაფანტული ვიზუალიზაციის შედეგები. 1 მილიარდი პოინტისთვის, 1 მილიარდი სინთეტური მონაცემთა ბაზისთვის. ხო, ანუ ეს არის ის, რაც ვიცი ჩემი მაგისტრანტებისგან
Apache-ის Spark-ი ძალიან პოპულარულია. პრინციპში უმრავლეს ადგილებში იყენებენ. MongoDB ძალიან პოპულარულია. ბევრგან იყენებენ ორგანიზაციებში. ოღონდ აქ აუცილებლად ეს ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებას, რომ დიდი მონაცემები ეს არის არა ჩანაცვლება არსებული სისტემების, ანუ ოპერატიული სისტემების, საოპერაციო სისტემების, ასე ვთქვათ, არამედ მათი გაფართოება მეორადი ამოცანებისთვის, ანალიტიკისთვის, მანქანური დასწავლისთვის და ასე შემდეგ. თვითონ ესე იგი ის მონაცემთა ბაზები, რომლებიც ტრანზაქციებს ემსახურებიან 50 წელია მუშაობენ რელაციურ მონაცემთა ბაზებთან და ჩემს სიბერემდეც მე მგონი რომ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, მთელი შესაძლებლობების არსებობის მიუხედავად ბანკის მონაცემთა ბაზა რომ MongoDB-ს ვანდოთ, ამაზრამდე ან ვთქვათ იგივე აქ არსებულ სხვებს რომ ვანდოთ, ამაზრამდე ალბათ არავინ არ მივა დიდი იმედი მაქვს. კი ბატონო, ესე იგი ჩვენი პროექტის მიზნების ჭრილიდან რო დავინახოთ, ასე ვთქვათ, ეს თემატიკა, ზოგადად big data-ს დამუშავება, ტენდენციები, როგორია გლობალური ტენდენციები და მათ შორის საქართველოშიც. ალბათ ასეთი ტენდენცია იკვეთება, რომ როგორც ყველა სფეროში, ამ სფეროშიც მზარდი არის მოთხოვნა, დიდი მონაცემების დამუშავების მოთხოვნა. შესაბამისად ამ მოთხოვნას მოყვება შესაბამისი ასეთი ბაზების შექმნის საჭიროებები. რახან გლობალურად ძვირია, ლოკალური საჭიროებები, ასე ვთქვათ, უფრო აქტუალური იქნება სავარაუდოდ. შესაბამისად ამ მიმართულების კადრები იქნება საჭირო. კი, აუცილებლად იქნება საჭირო. დიახ. ჩვენ ეხლა თითოეული ჩვენი მონაწილე დარწმუნებული ვარ ისე როგორც ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოში, ამ მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოში ძალიან განიხილავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თავის კარიერის აშენებას. მანქანური დასწავლის მიმართულებით თავის კარიერის აშენებას. მეგობრებო, ხელოვნური ინტელექტი და ესე იგი მანქანური დასწავლა, ღრმა დასწავლა, ეს ყველაფერი მუშაობს დიდი მონაცემების გარეშეც. კი ბატონო, რა უნდა ავიღებ 10 სტრიქონიან საწყის მონაცემებს, დავატრენინგებ მოდელს, მაგრამ აქ ხო საუბარი იმაზეა, ამ მოდელის ხარისხი რა არის, რეალურად რაში გამოგადგება და აქ მერწმუნდეთ, რომ დიდი მონაცემების გარეშე ფონს გასვლა არის აბსოლუტურად შეუძლებელი. დიდი მონაცემები რომ არ არსებობდა, სწორედ მაგის გამო ჩაიფუშა 90-იან წლებში მეხუთე თაობის კომპიუტერების შექმნის იაპონია ერთ-ერთი იყო, ესე იგი დიდი მონაცემები. იქ და შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტის, ესე იგი მათემატიკური ლოგიკის და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მეხუთე თაობის კომპიუტერების შექმნა. ჩაიფუშა ეგ პროექტი, ვერ იმუშავა. იმიტომ რომ იაპონელებმა 5-იანზე გააკეთეს ყველაფერი, ანუ თეორიული ფრეიმვორკი იქ იყო, არაფერი არ უნდოდა, მაგას სჭირდებოდა უბრალოდ Google. 40 წლის წინ Google რომ არსებულიყო და ეს რეალური დიდი მონაცემები რო ქონოდათ, მანქანური დასწავლა და ხელოვნური ინტელექტი მასობრივად გვექნებოდა 30 წლის წინ. არის, ანუ ჯერ ნიადაგი თუ არ არის, იქ ჩვენ სიმინძს ვერ დავთესავთ, ხო? ჯერ ნიადაგი უნდა მომზადდეს, მომზადდა ნიადაგი ამ დიდი მონაცემების გენერირებით და მათ შორის დიდი მონაცემების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ მანქანურ დასწავლას და ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ არა იმისთვის, რომ ტესტები ვატაროთ და რაღაცა შედეგებზე გავიდეთ, ვთქვათ მეცნიერულ შედეგებზე, არამედ მასობრივად ჩვენს ყოველდღიურობაში ChatGPT-ს ვეკითხებით და ღებულობთ ნორმალურ პასუხს. ეს მათ შორის დიდი მონაცემების დამსახურებაც გახლავთ, ხო? მაგრამ რესურსები. აი ნახეთ, აქ მე Google უფასოდ მომცემს რის საშუალებას, აი runtime type-ი რო შევცვალო, ახლა მუშაობს, ესე იგი, ჩვეულებრივ პროცესორზე და ქვეყნის დრო დაჭირდა ამ 1 მილიარდს. ალტერნატივები არის, ვთქვათ, ხო არა, ეხლა მუშაობდა ეგრეთ წოდებული Tensor Processing Unit-ზე. Tensor Processing Unit ეს გახლავთ რაღაცა საშუალო ჩვეულებრივ პროცესორსა და ეგრეთ წოდებული ვექტორული პროცესორი, მატრიცული. რაღაცა საშუალო გრაფიკულ პროცესორსა და
ჩვეულებრივ პროცესორს შორის. ძალიან უხეში მიახლოებითი განმარტებაა, მაგრამ მაინც, ხო? აქ რასაც Google თავაზობს, ეს არის აი ან ერთი ასეთი აიღე, ან ესე იგი აი ამ გრაფიკულ პროცესორსაც შემოგთავაზებს, სუსტ გრაფიკულ პროცესორს. ენის შერჩევა აქ შეგიძლიათ, Python-ი არის თავში წამოსყიდებული ასაკვირველია, მაგრამ სხვა ალტერნატივებიც არის და თუ ცოტა დაჩქარება გინდათ, შეგიძლიათ მაგალითად გრაფიკულ პროცესორზე გადაართოთ ეს ამოცანა და თუ ძალიან დაჩქარება გინდათ, მე უკვე Google-ის ფასიანი აბონენტები და ფასიანი subscription-ი მთელი ბიზნესია მოგეხსენებათ ამაზე აწყობილი. აი ესე მუშაობს. ესე იგი, დასაქმების მიმართულებით კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სექტორი თუ მიმართულება გამოიკვეთა, სადაც შესაძლებელია საკუთარი თავი იპოვონ ჩვენმა მომავალმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა თუ დაინტერესებულმა პირებმა. და ეს არის big data-ს მიმართულებით ან პროგრამირების ენა, ან კიდე სხვა, ასე ვთქვათ, უნარი, რომელიც ჭირდება ამ სისტემის აწყობას, ამ ბაზების ლოკალურად თუ გლობალურად, სერვისის შესყიდვას თუ ასე შემდეგ. უკვე დამატებით რამოდენიმე სპეციალიზაცია როგორც მინიმუმ გამოიკვეთება ამ მიმართულებაში, რომელიც საჭირო არის მზარდი საჭიროებით, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ხო? დღეს big data-ს დამუშავება და გამოყენების ასე ვთქვათ, სივრცეები არის მხოლოდ მინიმალური თუ შევხედავთ პერსპექტივაში, რაც შეიძლება იყოს და რაც იქნება მომავალში, რასაც ვაკვირდებით. რამოდენიმე წელიწადში, 2-3 წელიწადში უკვე ჩვენ გაცილებით დიდი მოცულობის დამუშავებებთან გვექნება საქმე, ხო ასეა? ასეა. აქ უბრალოდ მე ჩამოვწერე რა უნდა ისწავლონ. კონკრეტულად აი ახალგაზრდა თაობამ რითი შეიძლება დაიწყოს და გააგრძელოს. მე პრინციპში ალბათ უკვე აღარ გირჩევდით, არა იმიტომ რომ მოძველებულია, არამედ იმიტომ რომ გადავედით ახლა ამ ღრუბლოვან სივრცეში და როგორც იტყვიან, უკან დასახევი გზა არ არის. ამიტომ ვეჭვობ რომ რომელიმე დამსაქმებელმა თქვენ მოგთხოვოთ აი head-up-ზე აგებული ლოკალური პლატფორმის შექმნა. ამიტომ ისწავლეთ, ესე იგი, არარელაციური მონაცემთა ბაზები აუცილებლად. ყველაზე პოპულარულები, რამდენიმე აქ არის ჩამოწერილი, MongoDB, Cassandra, HBase, ღრუბლოვანი სერვისებისთვის. აუცილებლად, ესე იგი, DynamoDB, იმიტომ რომ Amazon-ი დომინანტი ღრუბლოვანი სერვისების მომწოდებელი პროგრამა გახლავთ, მაშასადამე, ამიტომ აუცილებელია, ეს არის არარელაციური მონაცემთა ბაზა მომუშავე key value პრინციპზე, ანუ გასაღები მნიშვნელობა პრინციპზე და კიდევ Google-ის Firestore. აი ამაზე იქნება მოთხოვნა. იმის მიხედვით თუ ორგანიზაცია ვისთან აქვს კომუნიკაცია, ეგ როგორ ხდება, იცით ალბათ, ხო? ერთი თუ დაგვიჭირა ვენდორმა, ასე ვთქვათ, ღრუბლოვანი სერვისის მომწოდებელმა და იქ აგვაწყობინა ჩვენი ინფრასტრუქტურა, სხვაგან გადასვლა მერე არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი. იმასთან უნდა ვეწვალოთ და იმასთან მე სხვაგან წას. ხო, 100 წელი ღმერთმა გვასწოროს, სანამ საფლავში არ ჩაგვიყვანენ, იქამდე არ მოგვეშვებიან. ამიტომ თუ Google-ში გადაწყვიტა ორგანიზაცია და დაგვხვდათ, ხო, რომ მიხვალთ სამსახურში Google Firestore ამ შემთხვევაში, DynamoDB Amazon-ის შემთხვევაში, ბატონ შემო და ასე შემდეგ და ასე აი ეს არაესკუელური მონაცემთა ბაზებია, უნდა ისწავლოთ აუცილებლად და მათთან მიმართვა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, ეგრეთ წოდებული solution stack-ები. ჩვენ არასდროს არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი კარიერა არ არის სავალდებულო, რომ მაინც და მაინც ვიღაცასთან ვიმუშაოთ და დავსაქმოთ. ხშირ შემთხვევაში შეიძლება თავად გავაკეთოთ ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი საკუთარი ბიზნესი, ან მეორე მომენტი, ესე იგი, მეორე მომენტი გახლავთ, რომ პატარა ორგანიზაციაში მივიდეთ და იქ დავიწყოთ მუშაობა. პატარა ორგანიზაციაში ცალკე მონაცემთა ბაზის დეველოპერს და ცალკე software დეველოპერს არავინ არ აიყვანს. თქვენი გასაკეთებელი იქნება ყველაფერი. ხო ასეა. ამიტომ full stack development-ის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს აუდიტორიას ყოველ შემთხვევაში ნაწილს, რა თქმა უნდა, უკვე ექნება აღნიშნული full stack development-ის გამოცდილება, მაგალითად Microsoft Visual Studio-ს გარემოში უპოპულარულესი ამბავი ჩვენთან, ხო, C#
ჩემო ბატონო, რა ქვია, Microsoft SQL სერვერი, ASP.NET და ასე შემდეგ. ან აქეთ მხარეს ვებსაიტების ასაწყობად ძალიან პოპულარულია თუნდაც საქართველოში PHP backend development-ისთვის JavaScript front-ზე MySQL და ასე. ეს solution stack-ებია. ყველაფერი თქვენ გასაკეთებელია, როდესაც თქვენ პროექტს აკეთებთ და თქვენ პროექტზე მუშაობთ. აი, იგივე ოღონდ არარელაციური ხო, LAMP. ეს ასე ვთქვათ, რაც უკვე რელაციური მონაცემთა LAMP stack-ი, ხო, Linux-ი, Apache სერვერი, ეს web სერვერი ასე ვთქვათ, MySQL მონაცემთა ბაზა, ეს არის აბრევიატურა და PHP დაპროგრამების ენა. აი, ამის ანალოგიურს გირჩევთ, მეგობრებო, ოღონდ უკვე არარელაციური მონაცემთა ბაზებისთვის. MIN 1, რაც ძალიან პოპულარულია ბაზარზე და ამ ყველაფრის შესწავლა თქვენ ძალიან მაღალი, ესე იგი, LAMP-ის გვერდზე MIN-საც თუ ისწავლით, ძალიან მაღალი დონის full stack developer-ი გამოვა თქვენგან. ეს არის, ესე იგი, MongoDB და არა რომელიმე რელაციური მონაცემთა ბაზა. ბატონო ჩემო, შემდეგ Express.js-ი, ეს არის backend development-ის პლატფორმა ვებგვერდებისთვის. შემდეგ, ესე იგი, A არის front-end development-ის ენა Angular-ი და N-ი არის JavaScript N-ის პლატფორმა, სერვერული მხარის პლატფორმა Node.js-ი. ან მეორე ვარიანტი, აქ შეიძლება MIN-ის გვერდით ერთადერთი აბრევიატურაში ერთადერთი სიმბოლო იცვლება, უფრო ადვილი შესასწავლია და უფრო პოპულარულია დღეს, ეს არის MERN-ი, სადაც, ესე იგი, A-ის Angular-ის ნაცვლად React.js-ი. ძალიან პოპულარულია ჩვენს ახალგაზრდა სპეციალისტებში და სტუდენტებში, ესე იგი, ეს front-end პლატფორმა და აი ეს, ესე იგი, მომდევნო ფრაზედაც გასვლა უნდა გავაკეთოთ. ანუ რო შევაჯამოთ დიდ მონაცემთა კონტექსტში და full stack development-ის კონტექსტში ბაზები თავისთავად ჩამოთვლილია, მათ შორის ღრუბლოვანი მონაცემთა ბაზები, solution stack-ები, ძველი ტრადიციული LAMP-ი, MIN-MERN და ბოლოს big data, ანუ დიდ მონაცემთა დამუშავების სისტემა. იქ მერე სხვა რაღაცების მოყვება, აქ ათობით ინსტრუმენტია, მაგრამ რითაც უნდა დაიწყოთ, ჩემი აზრით, ჩემი რეკომენდაცია იქნება ასეთი, ეს არის, ესე იგი, Apache Spark-ი, რომელიც შეიცავს დიდ მონაცემებთან მუშაობის ყველა ეტაპს. ეგრეთ წოდებული data ingestion-იდან დაწყებული, ანუ მონაცემთა შეტვირთვიდან დაწყებული, data processing-ით გაგრძელებული და გარკვეული შედეგების გენერირებით დასრულებული. Python-ი თუ იცით უკვე პრობლემა არ არის, აი ეს ოპციონალურია ეს ენა. თუ არ გნებავთ, ნუ ისწავლით. Python-ზე ყველაფერი კეთდება. მაგრამ მშობლიური, ხო, ეხლა Python-ი არის რომ ინგლისური ვიცოდეთ, მაგრამ მშობლიური და უფრო ადვილი საკომუნიკაციო Spark-თან არის ქართული ენა. ანუ Scala ენა, რომელიც უფრო ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს აღნიშნულ პლატფორმასთან. აი დაახლოებით ეს მინიმალური რეკომენდაციების ნაკრები, რაც შემიძლია გირჩიოთ. ნუ პრინციპში ჩემი ნაწილი დღეს ამით დავასრულე, შეკითხვები თუ იქნება, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. ბატონო, ძალიან მოცულობითი იყო დღევანდელი საიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, big data-ს განხილვა და სად მოვედით რამდენ პროგრამირების ენებამდე. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმაზისგან, რომ დღეს ამოვწურეთ რაღაცა თემები და რაღაცა სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ სტუდენტებს და ის მათ უკვე იციან ბევრი რამე, რა თქმა უნდა. ეს მიზანი არც იყო ჩვენი ტრენინგის მიზანია, რომ რაღაცა ნაწილი გავიგოთ ამ შეხვედრაზე და რაღაცა ნაწილზე შეკითხვები დაგვრჩეს, რომელზეც მომავალში ვიმუშავებთ და განვითარდებით და რაღაცას ავირჩევთ მერე მიმართულების. მთავარია, რომ ჩვენი თვალსაჩინო გაფართოვდეს და დავინახოთ სხვადასხვა შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. IT სხვადასხვა მიმართულებით დავინახოთ ეს შესაძლებლობები და ეს არის ზოგადად ამ პროექტის აზრი და დღევანდელი შეხვედრის იდეაც და მიზანიც. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ბატონ დავით, თქვენ ესეთი საინტერესო და დიდი ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა ყველა ჩართულ პირებს, დამსწრეებს, მომავალში ახლა უცებ შეიძლება კითხვები არც გაჩნდეს, ეს
პროცესი არის და მომავალში უფრო შეიძლება ეს საქმეში ჩდება ხოლმე შეკითხვები, როცა რაღაცას აკეთებ ან რაღაცისთვის ვთქვათ იხარჯები. დავტოვოთ ეს შეკითხვები, ასე ვთქვათ, მომავლისთვის ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, რა თქმა უნდა, ბატონი დავითი მზად არის კითხვებზე პასუხისთვის, თუ იქნება ესეთი ჯგუფში, ან ჩატში, ან რაღაც Facebook ჯგუფშიც შესაძლებელია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლა. მე გაწევრიანებული ვარ, მანდ უკვე იაზონ, მადლობა რომ გამაწევრიანეთ და პრინციპში მომავალშიც თუ მექნება შესაძლებლო რომ გავცე შეკითხვები ჩვენი აუდიტორიის გავცე პასუხები ჩვენი აუდიტორიის კითხვებს, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ დასვენების დღეს რომ გვამუშავეთ და თვითიც ამუშავეთ. და გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა იაზო. უღრმესი მადლობა მეგობრებო. მომავალი შეხვედრების იმედით და გემშვიდობებით. მადლობა თქვენ. ახლა მის. კარგად იყავით.